დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, კვირა დილა დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის ლაივი ეთერშია. დღეს კვლავ მე და მარიამი ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში და აქვე მოვიკითხავ ჩემს ხატიას, იმედი მაქვს, რომ იმ კვირიდან უკვე შემოგვიერთდება და ერთად გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ, დილის ლაივის დაყვანას. კი ბატონო, მეც გიერთდები, ბაჭო და ხატიას მოვიკითხავ აქედან და მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მე და ბაჭო 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად და შესაბამისად შევეცდებით საინტერესო 2 საათი შემოგთავაზოთ. მე თან კიდევ შემინძლია შემოგთავაზო ჩემო Coca-Cola კლასიკი. მე მინდოდა შემომეთავაზებინა, მაგრამ ბოლოს მაინც შენ გამოგივიდა შემოთავაზე და განაჩენი შენ გახსენე. რა ისეთი არის, რა ქვია. იცი რა, ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ აუცილებლად ახლა სტუდიაში. კი ბატონო. და ჩემი საყვარელი რუბრიკა უნდა წარვადგინო ცოტა ხანში. თუმცა სანამ შემოგვიერთდება შოთა ჯანჯღავა თავისი და ჩემთვის ძალიან საინტერესო რუბრიკით, ამ შემთხვევაში ჯერ აუცილებლად გავიგოთ რა ამინდი გველის საქართველოში. იმიტომ რომ მე ფრიად ძალიან მნიშვნელოვანი დღე გველოდება საერთოდ და მაინც ვიცოდეთ საღამოს ხო და არა მარტო საღამოს დღის განმავლობაშიც რა პროგნოზი გველოდება საქართველოს მასშტაბით და სანამ ჩვენ სანას შევეხმიანებით ზაქაშვილს მე მინდა რომ გუშინდელ დღეზე რომ არ შემიძლია გუშინდელი დღე არ აღნიშნო და არ შევეხო ესე იგი გუშინ თბილისში სხვანაირი დღე იყო გუშინდელი პროტესტი ძალიან ემოციური და საინტერესო იყო ესე იგი დაახლოებით 22 საპროტესტო მარში გაერთიანებულმა ადამიანებმა რუსთაველის გამზირზე 200,000 შეადგინა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ხორუმი რომელიც ქართველმა მოცეკვავეებმა გაერთიანებული ძალით შეასრულეს ქვეყნის მთავარ გამზირზე და მოკლედ იმედიანი ესეთი სტიმულის მომცემი დღე იყო და დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ხალხი ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის ბოლომდე მივიყვანთ და ერთად გავიმარჯვებთ. აუცილებლად გეთანხმები ბაჭო და შეუძლებელი იყო გუშინდელი დღის ნამდვილად მშვიდად ყურება იმ სიამაყის გზნობასთან გამკლავება, რომელიც პრინციპში ნებისმიერ პატრიოტში უსაზღვრო იქნება და ამაში დარწმუნებული ვარ და ბრძოლის ისე დამთავრებაში, როგორც ქართველი ხალხის ნება, ეჭვი ნამდვილად არ მეპარება და ამაში ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. აუცილებლად. მე მგონი მზად არის ჩვენი ანა, ხო, რომ გაგვასწროს დღევანდელი. ესე მგონია, ანა დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობისა ანა. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ანა დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობის ბაჭო მარიამ მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, უნდა გაგაცნოთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი ტრადიციულად, თუმცა ასევე ტრადიციულად გეტყვით, რომ თან მაქვს Coca-Cola, რომელიც ჩვენს დილას განსაკუთრებით უფრო ენერგიულს ხდის ხოლმე. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში მოიმატებს დრო გამოშვებით ღრუბლიანობა, თუ ღამით უმეტესად უნალიქოთ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი არის ნავარაუდები. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +4 +9 გრადუსი იქნება, დღისით +12 +17 გრადუსი. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -4-დან +1 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +7 +12 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, ღამით უმეტესად უნალექოთ, დღისით ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით -5-დან 0 გრადუსამდე და მოიმატებს, დღისით +6 +11 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -10-დან -5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +4 +9 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ სოხუმით. სოხუმში დღეს მზიანი დღე არის მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსი იქნება, 15 გრადუსს და ასევე უნალექო და მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ზუგდიდშიც. ფოთშიც
14 გრადუსამდე დათბება ჰაერი, ოზურგეთში კი 16 გრადუსიდან მზიანი დღეა ნავარაუდები. ქობულეთში დღეს გაწვიმდება 14 გრადუსს ვარაუდობენ აქ სინოპტიკოსები, ბათუმშიც იწვიმებს 15 გრადუსია ნავარაუდები. ახალციხეში მზიანი და უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსამდე დათბება, ქუთაისში კი 16 გრადუსი და ასევე უნალექო და მზიანი დღე არის ნავარაუდები. მესტიაში ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსი იქნება, ამბროლაურში ჰაერი 10 გრადუსამდე დათბება, რაც შეეხება ცხინვალს, ცხინვალში უნალექო ამინდი არის ნავარაუდები და ჰაერი 6 გრადუსამდე დათბება. გორში 7 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, თელავში ჰაერი 9 გრადუსამდე დათბება, რუსთავში 10 გრადუსი და უნალექო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, რაც შეეხება თბილისში დღეს 9 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები და დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. მე აქ დაგემშვიდობებით დროებით, ძალიან მალე სტუდიაში შემოგიერთდებით საინტერესო თემით და დროებით. დროებით, ანა, გელოდებით, ძალიან საინტერესო რჩევებს მოგცემ, დარწმუნებული ვარ დღევანდელ შენს ასე ვთქვათ რუბრიკაში. დროებით დაგემშვიდობებით, ჩვენ კი ახლა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დილის ლაივი შოთა ჯანჯღავასთან ერთად, რომელიც სტუდიაში შემოგვიერთდება. მანამდე კი აუცილებლად უნდა ვთქვათ წარდგენი, ასე ვთქვათ. მე მომანდე თუ შეიძლება ეს მოხდეს. ბატონო. საფთიაქო ქსელი ავერსის ასე ვთქვათ ჩვენი რუბრიკის წარმდგენი არის იტალიური ბრენდი მესაუდა არის ჩვენი წარმდგენი და ახლა უკვე შეგვიძლია ნამდვილად რომ გადავიდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ შოთასთან. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერსში. დილამშვიდობი შოთა, მოგესალმებით. რა თემა მოგვიტანე დღეს? დღეს ძალიან საინტერესო თემა მოგიტანეთ. დღეს ვისაუბრეთ ღვიძლის გაცხიმოვნებაზე. მოსახლეობის უფრო მარტივად რო იყოს, ამიტომ მარტივ ენაზე ვისაუბრებ და ვისაუბროთ ამ პათოლოგიის შესახებ, გავრცელება როგორ არის, რომელიც საკმაოდ ბოლო პერიოდში მოიმატა და რა გართულებები შეიძლება ახდენს ამ დაავადებას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი ქალბატონ თამარ რუხაძე. გთხოვთ ქალბატონ თამარ რუხაძე. მოგესალმებით. დილამშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემის მონაწილეობისათვის. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ესოდენ მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხის წინ წამოწევისათვის. სადღეისოდ საკმაოდ გავრცელებული დაავადება, ეს არის ღვიძლის ცხიმოვანი, არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება, რაც მარტივ ენაზე რო ვთქვათ, გულისხმობს ღვიძლის უჯრედებში ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვებას. სტეატოზად, ანუ ცხიმოვან დაავადებად მიჩნეულია და დადასტურებულია ჰისტოლოგიურად, თუ ღვიძლის უჯრედების 5%-ში უკვე არის ცხიმის აკუმულაცია, ანუ ცხიმის დაგროვება. ეს ჰისტოლოგიური კვლევით და პროტონ-მაგნიტურეზონანსული სპექტრომეტრიის შეფასების შემთხვევაში, როდესაც ღვიძლის უჯრედების 5.6%-ზე მეტი უჭირავს ცხიმს. როგორი ხალხთან გავრცელება საქართველოში აღნიშნული პათოლოგიის? აღნიშნული პათოლოგიის გავრცელება საქართველოში არის საკმაოდ მაღალი და დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იმატებს რიცხვი პაციენტებისა, რომელსაც აღინიშნებათ ეს პათოლოგია. დასავლური მოსახლეობის დასავლეთ ქვეყნებში დასავლური მოსახლეობის 47-48% არის უკვე ამ დაავადებით დაავადებული და აქ მოიაზრებიან არა მხოლოდ ჭარბი წონის პაციენტები, არამედ ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე პირები, მათში დაახლოებით 7-8%-ია აღნიშნული დაავადების გავრცელება. დაახლოებით იგივე მონაცემები არის საქართველოშიც. უფრო მეტი არის შედარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ 30%-ამდე არის აღნიშნული დაავადების გავრცელება. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, შეფასება თუ დაავადების მოხდება ღვიძლის ფერმენტებზე მულტისლიზმის ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე დაახლოებით, მაშინ დაახლოებით 1000 მოსახლეზე 70-80-ია საშუალოდ. თუ მოხდება მაგნიტურ-რეზონანსული სპექტრომეტრიით, მაშინ 34-1000 სულ მოსახლეზე. დაახლოებით აი ესეთი არის ჩვენთან. თამარა, რა შეიძლება, რა სიმპტომებით შეიძლება გამოიხატოს პაციენტს აღნიშნული პათოლოგია?
საქმე მასშია, რომ აღნიშნულ პათოლოგიას არანაირი სიმპტომო კომპლექსი არ ახასიათებს. პაციენტი არ უჩივის, არანაირ ჩივილს არ ასახელებს, და მხოლოდ პროფილაქტიკული კვლევების ჩატარების შემთხვევაში მხოლოდ ადეკვატური და სწორი სკრინინგის შემთხვევაში შესაძლებელი არის ადრეულ ეტაპზე აღნიშნული პათოლოგიის დადგენა. და აქ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი როლი ენიჭება პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ოჯახის ექიმებს, რომელთაც ძალიან ხშირად მიმართავს პაციენტი, პირველ რიგში მიმართავს და სწორედ მათ უნდა ჩაატარონ აი ეს რუტინული კვლევები, ასე ვთქვათ, მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა, შემდგომ ცხიმოვანი ჰეპატოზის საწყისი სტადიის დანახვისთანავე უფრო ღრმა კვლევები, რაც გულისხმობს სისხლის ანალიზებს, ლიპიდური ცვლის კონტროლი, იქ იქნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა და უნდა სწორი გეზი მისცენ პაციენტს დააკვალიანონ სწორად, რომ მიმართოს ენდოკრინოლოგს და ასე ვქვია ჰეპატოლოგს, გასტროენტეროლოგს, იმიტომ რომ აი ორი პროფილის ექიმების ერთობლივი გუნდური მუშაობით იქნება საშუალება, რომ ავიცილოთ ის რისკები და ის გართულებები, რომელიც აღნიშნულ პათოლოგიას ახლავს თან. აი, კალკუტებად ჩვენს მოსახლეობებს და ჩვენს პროდიუსერებსაც გავუჩნდათ კითხვა, ხა კურსში მესმის, რომ თუ არ ახასიათებს სიმპტომები, რას გვიშავებს ეს დაავადება? აი, რას აკეთებს ცუდს? დიახ, ეს არის ჩუმი და ნაზი, ასე ვთქვათ, მკვლელი საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ როდესაც არის ეს გაცხიმოვნება, ღვიძლში ცხიმის აკუმულაცია, ჰეპატოციტებში ხდება ტრიგლიცერიდებით განპირობებული ანთებითი პროცესის განვითარება, რასაც უკვე სახელად ჰქვია ჰეპატიტი. ეს არის ანთება, რასაც მიყვავთ ღვიძლის უჯრედების ნეკროზამდე, ფიბროზის განვითარებამდე, რომელიც უკვე საკმაოდ საშიში მდგომარეობაა და შესაძლებელია ყოველივე ამან მივიყვანოს ღვიძლის ისეთ დაზიანებამდე, როგორც არის ღვიძლის ციროზი და თვით ჰეპატოცელულარულ კარცინომამდე, ღვიძლის კიბომდე, რასთან ბრძოლაც უკვე საკმაოდ ძნელია და პრაქტიკულად შეუძლებელიც არის განკურნება. ამიტომ დროული დასმული დიაგნოზი, დროულად აღმოჩენილი სტეატოზი, უნდა ვიცოდეთ, რომ არის შექცევადი პროცესი, ამიტომ რაც ადრე ჩაერთვება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველადი რგოლი და ოჯახის ექიმი და აღმოაჩენს სკრინინგის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი მნიშვნელობა, უპირატესად მნიშვნელოვანი, ღვიძლის ფერმენტების გამოკვლევა, ულტრასონოგრაფიული კვლევა და მერე სწორი მიმართულების მიცემა ადამიანისთვის. აი, კალკონ თამარ, აი, ხო არის ხშირად თუ არის აი პაციენტები, სადაც არ გვაქვს ჭარბი წონა, არ გვაქვს სიმსუქნე, მაგრამ პათოლოგია ვითარდება. აქ რა მექანიზმია და რატო ვითარდება? რასაკვირველია, ძირითადი არის მეტაბოლურ სინდრომთან, პრედიაბეტთან, შაქრიან დიაბეტ ტიპი 2-თან ასოცირებული ინსულინ რეზისტენტობასთან, მაგრამ ნორმალური წონის ადამიანებში არსებობს სხვა ენდოკრინული პათოლოგიები, ძირკმადა და ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირეოზი, რომელიც მნიშვნელოვანწილად არის ასოცირებული აი ღვიძლის ცხიმოვან დაავადებასთან, არაენდოკრინული პათოლოგიები, როგორიც არის მაგალითად მედიკამენტების მოხმარება, ასპირინის მოხმარება, ისეთი მედიკამენტები, როგორც არის გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ქიმიოთერაპიული პრეპარატები, ტამოქსიფენი, მეთოტრექსატი და ასე შემდეგ. არ უნდა დავივიწყოთ აქვე ვირუსული ჰეპატიტების, C ჰეპატიტის როლიც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების განვითარებაში. კერძოდ მესამე გენოტიპი, რომელიც პირდაპირ ასოცირებული აღმოჩნდა კვლევების საფუძველზე არაალკოჰოლურ ცხიმოვან ჰეპატოზის განვითარებასთან, მაგრამ საბედნიეროდ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში 2015 წლიდან დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 98,000-ზე მეტი პაციენტია სადღეისოდ განკურნებული, შესაბამისად, ხვედრითი წილი C ვირუსული ჰეპატიტისა, როგორც ეთიოლოგიური ფაქტორისა, ამ შემთხვევაში შემცირებულია. თუმცა სხვა მომენტებმა, სხვა რისკ ფაქტორებმა უფრო მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არაჯამთელი კვებიდან გამომდინარე, არასწორი კვებიდან, ადინამიური ცხოვრების წესიდან, იმ სოციოეკონომიური ვითარებიდან, რომელიც ჩვენ გარშემო არის და რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს აი ამ დაავადების განვითარებაზე, შესაბამისად წილი სხვა დაავადებებისა უფრო გაიზარდა და პირველ რიგში იმდენად გაიზარდა მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული სტეატოჰეპატოზი, რომ თვითონ სახელწოდება შეეცვალა დაავადებას და თუ ადრე ერქვა არაალკოჰოლური სტეატოჰეპატოზი,
დღესდღეობით ქვია მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოჰეპატოზი. ეს ბოლო კონგრესზე 2024 წლის მარტში კარგად მოგეხსენებათ თქვენ ევროპის ასოციაციის ღვიძლის შემსწავლელი დაავადების და ენდოკრინული დაავადების ევროპული ასოციაციების კონგრესზე გაჟღერდა ეს და უკვე დაერქვა სახელი. ხვედრითი წილი ყველაზე დიდია მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული მდგომარეობებისა. აი თქვენ ახსენეთ თქვენ ოჯახის ექიმების როლი, მუსკულს ეხება ტომოგრაფია. აი რა დიაგნოსტიკურ მეთოდებს გადის პაციენტი ამ დროს რა უნდა ჩატარდეს რომ დიაგნოზამდე მივიდეს? ესე იგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის შეკრებას. ესე იგი, დეტალურად უნდა იქნეს გამოკითხული ოჯახური დატვირთვა, ვთქვათ, უნდა ჩატარდეს რუტინული ტესტები, სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდური სპექტრი, ინსულინ რეზისტენტობის ტესტი, ღვიძლის ფერმენტებზე გამოკვლევა, ინსტრუმენტული მეთოდებიდან ძალიან მნიშვნელოვანია მუცლის ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია პაციენტისთვის და იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე აღმოვაჩენთ ამ კვლევით, ესე იგი, ცხიმის აკუმულაციას, ანუ ჰეპატოსტეატოს, საჭიროა უფრო გავაღრმაოთ, სადღეისოდ თანამედროვე კლინიკები აღჭურვილი არიან უფრო თანამედროვე და ღრმა კვლევითი მეთოდებით და აპარატურით. მაგალითად, საინტერესოა ძალიან ჩვენ შემთხვევაში არაინვაზიური მეთოდი ღვიძლის ელასტოგრაფია, ფიბროსკანი, რომლის საშუალებითაც ხდება ღვიძლის სტეატოზის სტადიის განსაზღვრა და არა მარტო სტეატოზის, არამედ ღვიძლში ფიბროზის განვითარების შეფასება, აი ამ გაცხიმოვნების ხარჯზე და ანთების ხარჯზე. ფიბროზის დადგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ფიბროზის მეოთხე სტადია, ეს არის უკვე ღვიძლის ციროზი, რომელიც საკმაოდ სერიოზული გართულებაა და მე უფრო ძნელია სამართავად, ვიდრე დასაწყისი სტადიები. გარდა ელასტოგრაფიისა, მიმართავთ მე მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევას, რასაკვირველია, სპექტრომეტრიას და ვიწყებთ კურნალობას, ვიწყებთ რეკომენდაციების მიცემას პაციენტისთვის, სწორ რეკომენდაციებს და ვაძლევთ სწორ გეს, რათა არ მივიდეთ საბოლოო სტადიამდე ღვიძლის დაზიანების. კი ბატონო, აი ქალთან რა აი რომ მოусაზღვროთ ჩვენს მოსახლეობას დაახლოებით ყველაზე ესეთი მოწყვლადი ასაკი რომელი არის პაციენტების? მოწყვლადი, იცით როგორია, ძალიან მრავალფეროვანია. სამწუხაროდ დღესდღეობით ბავშვებშიც კი გვხვდება აი ესეთი ჭარბი წონა და 56%-ში დაახლოებით ბავშვთა ასაკშიც კი არის ღვიძლის გაცხიმოვნების სურათი. თუმცა, რასაკვირველია, მოწყვლადი არის უფრო მოზრდილი ასაკი, განსაკუთრებით მეტად ვლინდება პოსტმენოპაუზის მქონე ასაკის ქალბატონებში, ვინაიდან ამ დროს კარგად მოგეხსენებათ არის დეფიციტი, ჰორმონული დეფიციტი, მჯდომარე ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ, ადინამიური მდგომარეობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას და მამაკაცებში 50 წელზე მეტი ასაკი და ალკოჰოლის მოხმარება. ეს არის კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას. რატომღაც არ უკავშირებენ ხოლმე ალკოჰოლს და ღვიძლის გაცხიმოვნებას ერთმანეთს. მე მოსახლეობას გულისხმობ, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ალკოჰოლი ორგანიზმში გადაიქმნება ცხიმა და ლაგდება ღვიძლის უჯრედებში, ეზოსდება ტრიგლიცერიდების მატება და ლიპოტოქსიურობა ვითარდება ღვიძლში და შემდგომ ღვიძლის ღრმა დაზიანებებია მოსალოდნელი. აი ქალთან სანამ დაავადება გამოვლინდება და მკურნალობაზე ვისაუბრეთ, აი რა პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს ადამიანმა, რომ ან აიცილოს, ან შეამსუბუქოს გამოვლენა ამ პათოლოგიის? ვინაიდან კიდევ გამეორდება, ეს არის მეტაბოლურ სინდრომთან ძირითადად ასოცირებული დაავადება, ამიტომ ყველაზე სწორი არის სწორი ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს თქვენი როგორც ენდოკრინოლოგის მე მგონი პირველი რჩევაა პაციენტებისთვის, ბალანსირებული კვება, მდიდარი ცილით, ცხიმით, ნახშირწყლით, ოღონდ ბალანსირებული. ამასთან აუცილებელია სპორტული აქტივობა. ოღონდ ეს აქტივობა არ უნდა იყოს ერთჯერადი და სპორადული, ეს უნდა იყოს სტაბილური და მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს. ძალიან რთულია და რას გულისხმობ, რომ კვირაში 3 დღე მაინც 9 საათის განმავლობაში ეს არის მინიმუმი, რომელიც უნდა ადამიანმა აქტიურად გაატაროს და თუ 5 დღის განმავლობაში 9 საათი დაუთმობ სპორტს, მაშინ
ბევრად უფრო აცილებული იქნება ეს პათოლოგია მისთვის. აგრეთვე ძილის რითმის მოწესრიგება ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ სტრესული გარემო ესეც ძალიან მოქმედებს ადამიანები ზოგი გადადის ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებაზე რის ფონზეც იმატებს წონას მერე იცავენ რაღაც გაურკვეველ დიეტებს შიმშილით აპირებენ წონის დაკლებას რაც ძალიან არასწორია იმიტომ რომ შიმშილით პირიქით უფრო მეტად ვლინდება ეს დაავადება და უფრო მეტად მიდის შიგნით ანთებითი რეაქციები ჰეპატიტი სტეატოჰეპატიტი და ღვიძლის დაზიანება დაკლება წონაში ყველაფერი უნდა მოხდეს გეგმაზომიერად, უნდა ენდოკრინოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სწორი კვლევით განხორციელდეს წონაში დაკლება. ასე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ავიცილოთ თავიდან სტეატო ჰეპატიტის განვითარება. თუმცა თუ არამეტაბოლური სინდრომით არის ეთიოლოგიური ფაქტორის საწინააღმდეგოდ მიმართული ყველა რეკომენდაცია იქნება მისაღები. არ უნდა მოვიხმაროთ ჭარბად ისეთი მედიკამენტები, რომელიც ჰეპატოტოქსიურობით ხასიათდება, როგორიც არის ასპირინი, პარაცეტამოლი, ანტიპარაზიტული მედიკამენტების ბოლო პერიოდში ძალიან დაიდო რამდენიმე მონაცემი, როდესაც აი ამ ანტიპარაზიტული მკურნალობის ფონზე პაციენტებთან განვითარდა ღვიძლის სწავე დაზიანება, ტოქსიური დაზიანება და ძალიან ცუდად დამთავრდა რამდენიმე შემთხვევა. გარდა ამისა, ეთიოლოგიური ფაქტორი თუ ვირუსია, პირველ რიგში ის ვირუსს უნდა უმკურნალოთ, მოვაცილოთ ეს ფაქტორი, თუ ალკოჰოლია, ავგზავნოთ ალკოჰოლის მიღება, შევამციროთ მაქსიმალურად და გადავიყვანოთ მოსახლეობა ჯანმრთელი ცხოვრების წესს. აი, მკურნალობის კუთხით გავატონ თამარა, აქ მედიკამენტოზურ თერაპიის ჩართვა რამდენად არის, ან კიდევ არის ხალხები, აი მე ვიტამინთან დაკავშირებით, ან ცხიმოვან ჰეპატოზის დროს, აი როგორი ტაქტიკით მიდის პაციენტი ესე დროს? როგორც თქვით, მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული, თუ ჭარბ წონასთან თუ არის ასოცირებული, დიაბეტი თუ არის პაციენტთან განვითარებული ჭარბი წონის ფონზე, აქ თქვენი ენდოკრინოლოგების ჩართულობა და ახალი თაობის პრეპარატების გამოყენება, როგორც არის ლირაგლუტიდები და სემაგლუტიდები, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეს, ალბათ უპრეანი იქნება წონაში დასაკლებად სწორი კვებით რეკომენდაციების გათვალისწინებით, რასაკვირველია. ბევრი კლინიკური კვლევა ტარდება ეფექტური სამკურნალწაბლო საშუალების შესაქმნელად. სულ ახლა ხანს ერთ-ერთ მედიკამენტს მიეცა, ასე ვთქვათ, FDA-ს თანხმობა ამერიკის სწავლების საზოგადოებითი ესე იგი თანხმობა, მაგრამ ფართოდ დანერგილი ჯერ ეს ჩვენთან არ არის და პირველი რჩება და ნომერ პირველი ეს არის სწორი ცხოვრების ჯანმრთელი, ჯანსაღი ცხოვრების წესის განხორციელება. აი, თავიდან თქვენ ახსენეთ ფიბროსკანი და ფიბროზი. აი, ჩვენს მოსახლეობას რო უთხრათ, ცოტა ისეთი სიტყვები ცოტა ყურში ცუდად გვესმის და აი, რას ნიშნავს და რატო ვერიდებით ამ მდგომარეობას? დიახ, ფიბროზი ეს არის უკვე ღვიძლის ქსოვილი შეცვლა ფიბროზული ქსოვილით, ჩანაცვლება ფიბროზული ქსოვილით. ამ გადაგვარება, ანუ ვთქვათ, რომელსაც აქვს თავის სტადიები და როდესაც ეს ფიბროზი მიაღწევს მეოთხე სტადიას, მაშინ უკვე ფიბროზის მეოთხე სტადია ეს არის ღვიძლის ციროზად წოდებული. ეს გამოკვლევა ძალიან მარტივია, ღვიძლის ელასტოგრაფია. ეხოსკოპიაზე უფრო ნაკლები დრო სჭირდება და საზღვრავს ღვიძლი ულტრაბგერითია ეს კვლევა. მისი საშუალებით ისაზღვრება ღვიძლის სიხისტე და რამდენადაც უფრო მეტად ხისტია ღვიძლი, მით მეტია ფიბროზის ხარისხი, ანუ ღვიძლის დაზიანება მით უფრო მეტია. შესაბამისად, ამის დადგენა არის ძალიან კარგი, დროული დადგენა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ შექცევადია საწყის სტადიებზე, თვით ფიბროზით შექცევადია დასაწყის სტადიებზე და კიდევ ღვიძლი ეს არის უნიკალური ორგანო, ერთადერთი ორგანო ადამიანის ორგანოში, რომელსაც გააჩნია რეგენერაციის უნარი. ანუ და რამდენ ფუნქციას ასრულებს, 500-მდე 145 მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელი ორგანოა. მოგეხსენებათ თქვენ და კიდევ რეგენერაციის უნარი აქვს. ამიტომ დროულად თუ აღმოვაჩენთ თუნდაც ფიბროზის მეორე-მესამე სტადიაზე მყოფ პაციენტების შეფასება თუ მოხდება ამ სტადიაზე, შექცევადობა არის საკმაოდ მაღალი. ჩვენ შეგვიძლია დავპირდეთ მოსახლეობას, რომ თუ თვითონაც დაგვეხმარება ჩვენს
შეგძლეთ, დავეხმაროთ და ჯანმრთელობა გაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. დიდი მადლობა ქალბატონო ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის, ესეთი გასაგება და მარტივი ახსნისათვის. მე რა თქმა უნდა, ყველას როგორც ყოველთვის გისურვებთ, რომ ჯანსაღად, ბალანსირებულად ვიკვებოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიკვებოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა და შოთა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრები გყავს და ძალიან საინტერესო რჩევებით გვანებიურებთ, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა თქვენ. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა შოთა საინტერესო თემის გაშლისთვის, ჩვენ მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით. ახლა კი რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის მერე მალე დაგიბრუნდებით, თქვენ არ გადართოთ და გველოდეთ. დროებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც ახლა გოგოლა კალანდაძე შემოუერთდება და ნახოთ ხო, მგონი გოგოლას სახლები, რომელიც მე ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან სულ სხვანაირად ვხედავ ხოლმე, ასე ვთქვათ, მის მასპინძლებს, მის რუბრიკაში, ასე რომ ძალიან მაინტერესებს და ნახოთ გოგოლას სახლები. მოვედით ყნეთში. სადაც ცხოვრობს ჩემი დღევანდელი რესპონდენტი. ის არის მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი, ძალიან წარმატებული ექიმია, მოკლედ და თან მუსიკოსი, ქართული როკ ჯგუფ Soft Eject-ის სოლისტი. ალბათ ყველა ხვდებით თუ ვინ არის. ირაკლი ჭელიშვილი, ანუ იგივე პეჩო, იქნება დღევანდელი ჩემი მასპინძელი. წავედით ნახოთ თუ სად და როგორ ცხოვრობს. გამყევით ვიჭრა. გამარჯობა, როგორ ზანდებით? შეიძლება? კეთილი იყოს ჩემი ფეხი? როგორი ლამაზი ეზო ქონიათ? დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობთ? დიდი ხანია, 20 წელი ალბათ. აქ ალბათ ძირითადად ზაფხულობით ხართ. ანდრე სულ ცხოვრობ. ეხლა ნახევარ წელს აქ ვატარებთ და მე პარასკევიდან ორ შაბათამდე ყოველ შაბათ-კვირას აქ ვარ. შევნიშნე პატარა სახლი, ბატუტი. ანუ ეს ვისთვის არის გამკუთრული შვილიშვილის. სახლი აუშენე შვილიშვილს. თქვენი ხელით არის აშენებული? ანუ გეხერხებოდი. ეს ყველაფერი ჩემი გაგითებული. მართლა, რა მოყარია. მომიყევით, როგორ შეარჩიეთ ეს ადგილი, რატო შეარჩიეთ? ეს შეარჩიეს მშობლებმა, თავის მეგობრებთან ერთად. რო გითხრათ, დიდ დროს ატარებდნენ აქ არა, მაგრამ მე ძალიან შემიყვარდა ეს სახლი. საერთოდ ძალიან მიყვარს რა ეს ქალაქ გარეთ ყოფნა და მთელი ოჯახი ერთად როცა ვიგრებებით. შევიდეთ ხო სახლში? რა თქმა უნდა. ძალიან კეთილი იყოს კიდევ ერთხელ თქვი ამას ჩემი ფეხი თქვენ სახლში. ესე იგი შემოდიხარ თუ არა სახლში ეგრევე გიტარა გვხვდება. ეს ის გიტარა, რომელსაც თქვენ ალბათ ხშირად უკრავთ და მღერით კიდეც. გიტარაზე ხშირად. უფრო სასცენო. სასცენო გიტარა. ხო, იმიტომ რომ რაღაც ორიგინალური ფორმა აქვს და საერთოდ მიყვარს ამ კარგი გიტარა. თუმცა მაქვს უფრო ახალი რომელიც ახლა ძალიან მიყვარს. გიყვართ სახლში ყოფნა? ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სამწუხაროდ არ მომიწია ძალიან დიდხანს სახლში ყოფნა საერთოდ. ბავშვები ხარ, ჩემი შვილები გოდიდები არიან. და ეხლა უფრო შაყირო მახხოლმე იმაზე რომ მე არასდროს არ ვიყავი და სულ დაკავებული ვიყავი. ხშირად იკრიბებით ხოლმე ოჯახი? ძალიან ხშირად. შაბათ-კვირას პრაქტიკულად ერთად ვატარებთ ყოველთვის. და ეს არის ხოლმე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და არ მიყვარს კვირა საღამო, იმიტომ რომ ვიშლებით და მიდიან სახლში. სტუმრები ხშირად მოდიან ხოლმე? სტუმრები ისიც შაბათ-კვირას ალბათ ვიქნებთ. ვცდილობთ რომ ხშირად. ადრე უფრო ხშირად იყო. მე რაღაც მასე ვთქვა კოვიდის დროს ცოტა აირია, ცოტა შემცირდა ეს და რაღაცა ინერციით უკვე ისეთ სიხშირე აღარ არის. ნახატები გიყვართ, ხო? კი. აგრეთს არის ერთი არის მეგობრის ნაშკარი, დანარჩენი ყველა პაციენტები. ჩემს ყველა საინტერესო ნაწილი არის აი სამზარეულო. სამზარეულო? აი ეს ჩემი. ანუ გეხერხებათ სამზარეულოში? ყველაზე დიდი ჰობია ცხოვრებაში. და ძირითადად თქვენ ამწადებთ სახლში? ძირითადად არა. მარტო მე ვამწადებ. მარტო თქვენ? რა ბედნიერი ყოფილა თქვენი მეუღლე? კი, ბიჭვეული არიან და სხედან ხოლმე და ელოდებიან, როდის მომზადდება.
იზრუნეთ თუ არა აქაურობაზე, ანუ აქაურ დიზაინზე თქვენ? მას ბუხარი გვინდოდა და ესეთი ფორმის ყოფილიყო თქვათ, აი ამაზე. ავეჯთან დაკავშირებით არა, ჩემი გადაწყვეტილება არ არის. ეს გოგოები წვეტდნენ რა უნდა იყიდონ, რა უნდა დადგან. მე ამებში არ ვერე. და სამზარეულოს თქვათ აქსესუარებს სამზარეულოს ეს ყველაფერი ჩემთან არის დაკავშირებული. და თქვენ ხართ ამის ყველაფრის. კი, აბარა, იმიტომ რომ მაქვს აი რაც კი შეიძლება წარმოიდგინო სამზარეულოში, აი ყველაფერი მაქვს. ძალიან არ მიყვარს შოპინგი რა. აი ძალიან მიჭირს მაღაზიაში წასვლა რაღაცის საყიდლად. ერთადერთი ეს არის სამზარეულოს აქსესუარები და პროდუქტები. ეს არის სადაც შემიძლია დიდხანს ვარჩიო და ვცდილობ რომ ხარისხიანი მქონდეს და ისე მაქვს ციტრები მაგალითად სეტი სოსისების საკეთებლად, იმიტომ რომ ბავშვს მეცნო ვაკეთებ სოსისებს, ყველის საკეთებლად ყველს ვაკეთებ და ეს ყველაფერი რა. სუვიდი სტეიკები ესე უნდა გავაკეთო ეს. სულ ესეთი მშვიდი ხართ და გაწინასწარებული სახში, არაფერზე აფრაზდებით ხოლმე. აი როგორია ბატონი ირაკლი გაფრაზებული. ყველაზე ხშირად წყობრიდან გამოვყავს საჭესტეროზე ვარ. ბრაზდები უყურებ, როგორ დავდივართ. მომიყევით როდის შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში მუსიკა? ძალიან პატარა ვიყავი, როცა მღეროდი უკვე. პირველი ტელევიზიაში ჩემი მოხვედრა იყო 5 წლის ასაკში. თან ისე რომ ჩემი შვილები არც იცოდნენ. საბავშვო ბაღში მოვიდნენ, მომისმინეს, წამიყვანეს და გადამიღეს ტელევიზიაში ვიმღერე. ისე სულ მთელი ცხოვრება მუსიკა იყო ჩემთვის სასწაული საჩუქარი ცხოვრებაში. ინგლისური მუსიკის მოსმენა დავიწყე ალბათ 6 წლის ვიყავი ჩემმა დამამასმენინა მაშინ Beatles, Rolling Stones. და აი თავიდან მქონდა რეაქცია რომ მე აი ეს მინდა რა. და რომ აი ეს არის მუსიკა რომელიც მე მინდა რომ იყოს ჩემ ცხოვრებაში. 13 წლის ვიყავი ფილარმონიაში, ჭილაშვილების კონცერტი იყო. ისინი Beatles მღეროდნენ. და გამოიყვანეს ჩვენზე 1 წლით უფროსი ჯგუფი იყო გამორები ესეთი. და ესენი რომ ნახე სცენაზე, აი გამოვედი თქვი რა არ არსებობს. ჯგუფი უნდა გავაკეთო, აუცილებლად და უნდა ვიმღერო სცენაზე. მე უკვე სამედიცინოში რომ დავიწყე სწავლა, მე უკვე დავიწყეთ უკვე soft eject-ი. სამედიცინოს ჯგუფშიც უკრავდი, დენსი იყო ესეთი. დღეს თქვენ და მუსიკა როგორ მეგობრობთ? ნუ ხშირად არა. იმიტომ რომ მართალითაც ანანე მიზანი არ მაქვს მუსიკაში. ხომ მიზანი საჭირო რაღაცა ვაკეთო. მე ნუ საერთოდ ხა ჩემი საქმე არ არის ისეთი რომელიც შეიძლება თქვა ცოტათი აკეთო ან დროებით აკეთო. უნდა აკეთო. და მუსიკაც ესეთი რამეა რა თუ გინდა მაშინ სერიოზულად უნდა დიდი დრო დაუთმო. და ეს დრო არ გამოდის ესე. თუმცა ნუ რაღაცას ბიჭები ზოგჯერ ვაკეთებთ ხოლმე. ასე ჭიას ვახარებთ. ხშირად იკრიბებით ხოლმე soft eject-ის. არა, სამწუხაროდ. არა. ხშირად ვერ ვიკრიბებით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა ვიკრიბებით, იცი როგორ სიტუაციაა, რომ ლაპარაკიც კი არ გვჭირდება. ეგრევე სიმღერას იწყებთ. არა. იმდან ყველაფერი ვიცი თქვია რა. აი უბრალოდ რომ ნახავ, ეს არ არის უბრალოდ ახლო მეგობრები, არა. ეს ცალკე ეს არის საერთოდ soft eject. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. Chilly cold weather. It's winter outside. We are together in this long night. We're holding each other. როგორ მოხდა სამედიცინოსთან თქვენი კავშირი? ეს თქვენი ბავშვობის ერთგვარი ოცნება იყო ალბათ. ჩემი მედიცინაში მოხვედრა ვერ გეტყვი, იყო ოცნება არ მახსოვს. მე გავხდები ნეიროქირურგი. მე მგონი დაბადებიდან იყო ეს. და პრაქტიკულად ვიზრდებოდი ნევროლოგიის ინსტიტუტში. და დედას და მამას, დედა ნევროლოგი, მამა ნეიროქირურგი, იქ მუშაობდნენ და მე ძალიან ხშირად ვიყავი რა მათთან. ბაბა რა უნდა მეკითხა. თითქოს ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აი იმ მომენტში, როცა პროფესიის არჩევის მომენტში რაღაცა სხვა წარმომედგინა. არა, ეს იყო კარგად სწავლობდი, შესაბამისად სამედიცინო და მე ხო საბჭოთა კავშირში ყველაფერი დაალაგებული, როგორ უნდა გაიარო ეს. და მე უკვე გერმანიაში გადავწყვიტე, რომ მინდა ნეიროქირურგია. ანუ ისევ ჩემი გადაწყვეტილება იყო, როგორც რაღაც დავამთავრე სამედიცინო თქვი, რომ არა, მივიდი ვარ მუსიკაში. მე გერმანიაში მოვხდი და ვნახე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს.
რატო პეჩო? პეჩო. ეს მამამ შემარქვა, ანჩუ პეჩოს ეძახდნენ მარია კიურის. ამჩებს უყვარდა ეს კიურის ოჯახი, მას წიგნი იყო მათ შესახებ რა. ბავშვობაში იმას რო ეძახდნენ, მეც მეძახდნენ ანჩუ პეჩოს პატარა რო ვიყავი, ეძახდნენ ორი ნობელის პრემიას აიღებს. მე მამამ ჩემ თქვა ძალიან გძელია ერთი ნობელის პრემია გვეყოფა და პეჩო დატოვა და მე შემორჩა ის იმდენად რომ აი ყველგან პეჩოს მეძახდნენ. ანუ ირაკლის არ მეძახდა, არც ვიხედებოდი ირაკლის, იმიტომ რომ არავინ არ მეძახდა საერთოდ. არც სკოლაში, არც სამედიცინოში. რომელია სახში თქვენი საყვარელი ადგილი? სახლში ჩემი საყვარელი ადგილი არის ნამდვილად სამზარეულო. შევიხედოთ? რასაც ვერასოდეს ვერ გაიგებს ვერავინ ჩემგან. აკტრასას. თან საკვატერებ უმეტეს დროს. იმიტომ რომ ყოველდღე 10 კაცზე სადილის მზადება დრო ჭირდება. ყველაზე ხშირად რა კეთდება თქვენთან სახლში? იცი მე ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, იმის მიხედვით რა მომინდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ჩიხირთმა. მართლა? შვილიშვილს უყვარს. სულ ჩიხირთმას მაკეთებინებს, ამიტომ აი ამას ვაკეთებ ძალიან ხშირად. და თქვენი დილა რითი იწყება? ყავით თუ ჩაით თუ? ყავით კლინიკაში. ბატონო ირაკლი, მინდა მომიყვათ თქვენი ბავშვობის სახლზე. ჩემ ბავშვობის სახლი აბსოლუტურად ბანალურად ჩვეულებრივად საბურთალოზე ხრუშჩოვკამ და ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს. და ეხლა რო შევდივარ თქვა ასეთ ბინაში მიყვის ხოლმე მართლა პატარა რაღაცაში როგორ ცხოვრობდით ამდენი. ძალიან ბედნიერი ბავშვი მქონდა ნამდვილად. ის სახლი ეხლა რო გითხრა რომ ძალიან მიყვარს არა, მაგრამ აი კარგად მახსოვს რომ აბსოლუტურად არ მაწუხებდა. და რო ბედნიერი ვიყავი. თქვენთვის რა არის სახლი? სახლი ეს არის ეს არის ჩემთვის სიმშვიდე ბედნიერების გზნობა და საერთოდ სახლი არის ჩემთვის ოჯახი რომ ერთად ვართ ყველა და რაღაც კარგია და რომელსაც მე უნდა მივხვდი აი აქედან შევნიშნე ბავშვის სათამაშოები როგორი ბაბუა ხართ? იმედი მაქვს რომ კარგი, მაგრამ არა გიჟი ბაბუა ვარ აბსოლუტურად. რაც არ წარმომედგინა, რომ ესე იქნებოდა. და როგორც მამაც იყავით, ისეთი არ ხართ, ანუ განსხვავება მამასა და ბაბუაში. ჩემი შვილები, ჩემს სულს ეკითხებიან, ესე პეჩოს არ უყვარდი თუ რა ჭირს. მოგეს მამა და ბაბუ აბსოლუტურად განსხვავებული გზნობებია რა ბავშვის მიმართ. პლუს მაშინ არ მეცალა. მაშინ კარიერით ვიყავი დაკავებული, დღე და ღამე კლინიკაში ვიყავი. ვარო, ცდილობდი რომ კარგი მაგრამ ნეიროქირურგიაში როცა ხარ მეც ძალიან კარგად ვიცი ეს გზნობა, იმიტომ რომ სულ დეფიციტი მქონდა. მამა ჩემს არ ეცალა არასდროს. ალბათ ესე იყო ჩემში. ალბათ აი ეს დეფიციტი მქონდა ჩემს შვილებსაც. აი რა დროს უთმობთ თქვენ შვილიშვილს? როგორც კი მომენტი არის, მინდა მხოლოდ მასთან ყოფნა. მე არაფერი. აი მაგალითად კლინიკაში ყველა მიცის რომ პარასკევს დროზე უნდა ვქნათ შეფი წასასვლელია რა თქმა უნდა და პარასკევს მე ანდრე უნდა მორჩე ყველაფერს გავუარო ბაღში და მე ჩვენ ორნი ამოვდივართ აქ და ეს არის მთელი რიტუალი და ერთობით მე ამოდიან სხვაებიც რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ვართ ორნი ერთად და ყველაფერს ვაკეთებთ თამაშობთ რაღაცებს ვაწყობთ ყველაფერი არის თავდაყირა ის როცა და რა ვიცი ძალიან მინდა რომ კარგი ბავშვი იყო თან ძალიან ახლო მეგობრები ვართ მაგალითად ძინავს ჩემთან მართლა უყვარს თქვენთან ძილი? ჩემთან ძილი ღერით ხოლმე? ვიცი რაც დაიბადა მომღეროდი რა რო გითხრა ხა თვითონ მაინდამაინც არ უნდა იყოს მუსიკალურად მიჭირე ისე ვერ წავალ რომ ერთი მუსიკალური ნომერი რო არ შემისრულოთ. ჩემთვის და ჩვენი მაყურებლისთვის, რომელსაც ძალიან ენატრებით და უყვართ თქვენი სიმღერები და ამიტომ ვარს არ მივიღებ. აი ამაზე საერთოდ არ მიფიქრი. Like a circle in a spiral, like a wheel within a wheel, never
ending or beginning on an ever-spinning wheel, like a snowball down the mountain or a carnival balloon, like a carousel that's burning rings around the moon, like a clock who sends us sweeping past the minutes of its face, and the world is like an apple wheeling silently in space, like a circles that you find in the windmills of your mind, like a tunnel that you follow to a tunnel of its own, down the hollow to a cavern where the sun has never shone, like the door that keeps revolving in a half-forgotten dream, all the ripples in the pan someone tosses in a stream, like a clock who sends us sweeping past the minutes of its face, and the world is like an apple wheeling silently in space, like the circles that you find in the windmills of your mind. Here's a jingle in your pocket. Was the jangle in your head? Why did summer go so quickly? Was it something that you said? Lovers walk along the shore, leave their footprints in the sand. Was the sound of distant drumming? The fingers of your head, pictures hanging in a hallway, and the fragments of this song have remembered names and faces, but to whom do they belong? When you knew that it was over, when it's suddenly aware that the autumn leaves were turning to the color of her hair, like a circle in a spiral, like a wheel within a wheel, never ending or beginning on an ever-spinning wheel, as the images unwind, like the circles that you find in the windmills of your mind. Kas უნდა იმყეროთ? ძალიან დიდი მადლობა და ვისურვებთ, რომ ხშირად მესმოდეთ თქვენი სიმღერა. მადლობა გოგოლას, მადლობა პეჩოს, ძალიან სასიამოვნო მუსიკის მოსმენისთვისაც და სიმღერის მოსმენისთვისაც და ახალი თემა უნდა წარვადგინოთ, ესე იგი ქალაქ გორში არსებობს, ჯერ კიდევ არსებობს ერთ-ერთი საინტერესო საზოგადოებრივი სივრცე, ხელოვნების სახლი, რომელსაც პრობლემები შეექმნა, რა პრობლემებზეა საუბარი, როგორ უმკლავდებიან და რას აპირებენ ხელოვნების სახლის მესვეურები, ამ შეკითხვებზე ფოტოგრაფი ოთო გრიტიშვილი გვიპასუხებს და მარიამ შალამბერიძე, რომლებიც ჩვენთან არიან სტუდიაში, სტუმრად. მოგესალმებით, დილა მშვიდობისა და მოკლედ ყველასთვის ცნობილია ამ ინსტალაციის შესახებ, რომლის გამოც ალბათ ხო, ამის გამოც შეიქმნა პრობლემები და გორის მუნიციპალიტეტმა გთხოვათ, ასე ვთქვათ, დათმობა ამ სივრცის, როგორც მე ვიცი. დაცვა. კი ბატონო, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე შეინტერესებს. პირველ რიგში მადლობა თემის დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის გადაცემაში და ყველა სამწუხარო ის არის, რომ რაღაცნაირად ის და ცენზურის ის აღმოქმედა ქვეყანაში ჩვენ დაუნებურად და 16 ნოემბერს გაიხსნა ეს ინსტალაცია და 21 ნოემბერს უკვე მუნიციპალიტეტმა ოფიციალური წერილით მოგწერა, რომ სასწრაფოდ დაგვეცალა, 3 დღეში დაგვეცალა შენობა და დაგვებრუნებინა შენობა უკან. ეს სივრცე გვაქვს უზურპუქტის ხელშეკრულებით, ესეთი ხელშეკრულება არსებობს 2016 წლიდან და რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცე არის პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი შექმნილ, აშენებული, გაკეთებული და ბევრი დონორის ძალიან. იმიტომ რომ და მოხალისეების ადგილობრივი მოსახლეობის, აი სუფთა საზოგადოებრივი საქმე იყო ქალაქის ცენტრალურ უბანში, გორის ციხის მიმდებარედ და იქ რომ ჭაბუკის ძეგლზე ძახიან და მთლიანი კომპლექსია, გამარჯვების მემორიალი, ძალიან ისეთი ლამაზი სივრცეა და იყო საზოგადოებრივ საპირფარეშოდ ქცეული ძალიან ბევრი წლის მანძილზე. იმდენად ცუდი იყო იქ გავლაც კი გარდა იმისა რომ ხალხს ეშინოდა და რაღაცა სუნი აწუხებდა თუ უბრალოდ და ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ რომ ეს სივრცე ახალი სიცოცხლე მიგვეცა რაღაცნაირად აგვეთვისებინა ჩვენ ვართ მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაცია დღესაც ასე ვაგრძელებთ ანუ არაფერი კომერციული ჩვენს იმაში არ არის და დავიწყეთ ამ სივრცის შექმნა ხელოვნების სახლის შექმნა და დაგვჭირდა რამდენიმე წელი. მე შემდგომში უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი
ჩვენი ქალაქისაც და ჩვენი სივრცესაც იყო უკვე ევროკავშირი, რომელიც ფარგლებშიც ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა და ფაქტობრივად ქალაქის ინფრასტრუქტურა შეცვალა ამან და მე შემდგომში დავიწყეთ უკვე საქმიანობა და ერთადერთი სივრცე ვართ საქართველოს მასშტაბით ფაქტობრივად, რომელიც არის დამოუკიდებელი სამუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცე გვაქვს. სხვაგან არ არის უბრალოდ, ანუ ან სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, ან უბრალოდ არ არის. და ეს ინსტალაცია გახდა რაღაცნაირად იმის დასაწყისი რა პროცესშიც ეხავართ, რავი, ასობით ღონისძიებას მასპინძლობთ წლის მანძილზე, მათ შორის ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, აი ათასობით ადამიანია ჩართული ჩვენს აქტივობებში და თვითონ ინსტალაციაზე აი მარიამი იტყვის დეტალურად რა ის არის, რას მოიცავს და თუ შეიძლება მარიამ. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მოგოცით შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ეთერში ამ თემაზე. ინსტალაცია ეხება უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღევანდლამდე, რაც კი პროტესტები არსებულად ყოფილა ადამიანების მიერ გამოყენებული სლოგანები, რაც ჰქონდათ. და ამ სლოგანების ერთგვარი გაერთიანება იყო. მაგრამ საბოლოოდ ანუ იდეა წამოვიდა იქიდან, თუ რამხელა პროტესტს განიცდის ჩვენ ქვეყანა არსებული მდგომარეობის მიმართ. და კონკრეტულად კი ეხება ასეთი ფრაზა გვაქვს გამოყენებული, რომ ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის. წამოვიდა აქედან მთელი იდეა. რომ გახსოვთ ალბათ ეგ დღე, რომ გორში ერთ-ერთ აქციაზე თქვა ჩვენ მაღალჩევსალმა, რომ უნდა შეგვწევს ზალა, რომ მოვიხადოთ ბოდიში, ასეთი სიტყვები განაცხადა და ამ ყველაფრის ფონზე გაჩნდა ეს იდეა და გავაკეთეთ ინსტალაცია, რომელიც შესრულებული არის ქაღალდზე, მთლიან საგამოფენო დარბაზს მოიცავს და ზედ გამოსახული არის ყველა ის საპროტესტო ფრაზა, რაც კი კვლევის პროცესში აღმოვაჩინეთ ჩვენ. და ერთგვარი ესეთი ხალხის გაერთიანება მოვახდინეთ იდეურად, რომ ამ ხალხის საერთო ხმა შევგვენეთ. ხო, ჩვენ ნახეთ ეს ინსტალაცია, არ ვიცი, ხლა გვაქვს თუ არა საშუალება, რომ ასე თქვათ ჩავარდეს, ჯერ არა, მაგრამ ვაჩვენებთ აუცილებლად ჩვენს მაყურებელს. ზოგადად, ხო, აი, როგორ ასე თქვათ 16-ში გაკეთდა ეს ინსტალაცია, ხო? და 26-ში 21-ში, ხო? 21-ში მოვიდა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს რაღაცა დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც თქვენ და დონორებმა ერთად შექმნით, ამიტომ ჩვენ ხედავთ კიდეც ფოტომასალას, რომ რაღაცნაირად ყველაფერი თქვენი ხელით არის გაკეთებული. ამ შემთხვევაში ეს სივრცე მაინც მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ანუ როგორი ის არის, სამწუხაროდ გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზე ქვეყანაში და ერთ-ერთი ეს არის უზურპუქტის ხელშეკრულება. თუ სახელმწიფოს მიერ არ არის დაარსებული ორგანიზაცია, არ შეუძლია 2 წლზე მეტი ვადით გადასცეს ასე ვთქვათ, სარგებლობის უფლებით. და კონკრეტული ოღონდ საქმიანობისთვის, აქ კომერციულ საქმიანობაზე არც არ ლაპარაკი, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ტიპის. და 2 წელში ერთხელ ვანახლებდით ამ უზურპუქტის ხელშეკრულებებს, ეს როგორი წესია, იცით, საკრებულოზე გადის, ამ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე გავიდა ეს საკითხი, მოიწონეს, დადებითად შეფას და მერია უკვე ხელშეკრულებას აფორმებს. იგივე პროცესი გაიარა ამანაც და 23 სექტემბერს არის ბოლო ანუ 2 წელი მთავრდება 23 არა 23 სექტემბერს გაფორმდა ეხლა გაფორმდა სულ ახალი ათვლა დავიწყეთ და 26-ში გადიოდა ვადა. ზუსტად ესაა პრობლემა, რომ ეხლა სამართლებრივადაც ყველა იურისტი ნებისმიერ დამწყებიც კი გონდება, რომ ანუ თუ რაღაცა უნდა და მუნიციპალიტეტს ამ სივრცეში რაღაც გაკეთება. ანუ ეს წინასწარ ეცოდინებოდა ყველა შემთხვევაში. იმიტომ რომ ბიუჯეტი სხვანაირად იგეგმება და მაინც ბიუჯეტირებაში პასუხი ამ შემთხვევაში ინსტალაცია გახდა ასე ვთქვათ. გახდა მაგის ხო, მეგონი გვაქვს საშუალება რომ ინსტალაციაც ვნახოთ ახლა და თან შევხედოთ რის გამო შეექმნათ პრობლემები. ხო, თავიდან სხვადასხვა მიზეზებით დაიწყო, რომ ჯერ გვითხრეს, რომ რაღაც სჭირდებოდათ უბრალოდ შენობა, მერე კიდე სხვა მიზეზი მოგწერეს, მერე კიდე სხვა მიზეზი და ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ თვითონ ვნახეთ ერთ-ერთ ტელევიზიას ედო პოსტი და მანდიდან გავიგეთ, რომ ჩვენთან შეაწყვიტეს ცალკეულად შეწყვიტეს ხელშეკრულება, ეგეც გავიგეთ მედიის საშუალებით. ანუ ისე რომ არც უთქვია და ანუ კიდე ცალკე პრობლემაა, მაგრამ ხო და სასაულია,
და მე კიდე ცალკე პოსტით გავიგეთ თუ რა უნდა გააკეთოს სირავდილეში შენობაში. ეხლა რა ეტაპზე არის ძალიან საინტერესო არის სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით მოკლედ პარასკევს ოფიციალურად შეწყდა ჩვენს შორის ხელშეკრულება. თუმცა ჯერჯერობით რჩებით შენობაში და იურისტებიც გვითხრეს რომ ჯერ სრული უფლება გვაქვს იქ ვიყოთ. შეტანილი გვაქვს არჩელი სასამართლოში და ეხლა უკვე სამართლებრივი დავა სასამართლოსკენ ასეულებთ. ხო, ეს ცოტა ისტორიკულად შეიძლება შეგერთდეს, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეიძლება ყოველთვის ხო და გაგვინება რაც ერთი რაც არის რომ ადვოკატები ხო სწრობენ მოსამართლეებს და ეხლა ვისაც დაეწერა საქმე ძალიან კარგი მოსამართლეაო და წესით ის უნდა იყოს უნდა შეაჩეროს სახელმწიფოების გაუქმებას ამ შემთხვევაში და თუმცა კარგია რომ რაღაც სამართალი ადამიანების კარგო და სულობაზეა და ბევრი ფაქტორი არსებობს სულთა საზოგადოებრივი საქმეა ეს ანუ არ არის რაღაცა ეს 20 ეხლა პარასკევს 2 დღის წინ მქონდა ერთგვარი მხარდამჭერების შეკრება სადაც იყო რა ვიცი 14, 12, 13 წლიდან დაწყებული ახალგაზრდით და დამთავრებული 86 წლის ის ქალბატონი. ხო, ანუ მათ შორის ანუ პოლიტიკურად ამათი მხარდამჭერებიც, ანუ სახელმწიფო პარტიის მხარდამჭერებიც და ოპოზიციურად, ანუ ყველა ტიპის ის იყო ადამიანი მოსული, იმიტომ რომ ანუ ყველას გული შესტკიო და ვინ ხა ერთი ის თქვი რომ ვისაც ქალაქზე გული შესტკიო, ყველა მანდ იყო თქო რა რაღაცნაირად და არ ვიცი რატო აკეთებენ ეგეთ სიმბოლოტეს, იმიტომ რომ ანუ მესმის რომ სივრცე მართლა რო სჭირდებოდა ჩვენი იდეა ფიქსია ხა რომ ვლაპარაკობდით რა გონდი რომ ის კი არ არის ბაიდაბაი ჩვენ ვიყოთ ან რა ვიცი თუ კარგს გააკეთებენ და ჩვენზე უკეთად თუ გააკეთებენ პრობლემა არ არის პასუხი ანუ რას აკეთებენ ინოვაციების ცენტრს ინოვაციების ცენტრს კი და უნდა დადგან 3D პრინტერი ხო ძალიან ცივი გაცხადება და საერთოდ ხო იმიტომ რომ ინოვაცია გონიათ 3D პრინტერი მარტო და ეგ არის და სენსორული დაფა უნდა დადგან კიდე და მაინც ამ სივრცეში სხვა სივრცე ვერ მოიძებ არ არის უამრავი სივრცე სადაც შეუძლიათ რომ ეს ყველაფერი გააკეთონ უბრალოდ ყველა ვხვდებით და რის გამოც ხდება ეს და ამას ისიც ემატება რომ იმ დროს რა დროსაც ჩვენ ეს ინსტალაცია გავაკეთეთ და მივიღეთ მათგან ესეთი პასუხი მაგ დროს ეს კანონი არ იყო ამოქმედებული თუ კი ამ ხრივ წავლენ არ ვიცი სიტყვი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების კანონი ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა რეჟიმზე ვლაპარაკობთ დიქტატურაზე ვლაპარაკობთ ცენზურაზე და იმ მოცემულობაზე რომელიც დღეს სამწუხაროდ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და ეს ხალხი რომელიც 100,000-ობით არის გამოსული გარეთ ზუსტად ამას ვითხოვთ რომ ჩვენ არ გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ჩვენ გვინდა დამოუკიდებელ თავისუფალ ევროპულ ღირებულებებზე დამყარებულ კანონიერ სახელმწიფოში სადაც ჩვენი სიტყვა დაცული იქნება ჩვენი ქმედება დაცული იქნება და გვექნება საშუალება იმის რომ გამოვხატოთ ხელოვანებმა თუ სხვა ადამიანმა პროფესიული თავისი ვალდებულებებით შეასრულოს და შესაბამისად ის რაღაცა კეთილდღეობა რომელიც ჩვენი პროფესიის შესრულების შედეგად უნდა მივიღოთ, ესეც უნდა მივიღოთ და ეს არის ახლა 2-4 არა გასაგებია ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღება ერთხელ და სამუდამოდ და ამას რომ ბოლო მოეღება ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და გარანტები ჩვენა ვართ ამის რომ თითოეულ ნაბიჯში, თითოეულ ქმედებაში ჩვენს ღირსებას და ჩვენს უფლებებს დავიცავთ როგორც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს მით უმეტეს, ნუ ავით გასაგებია როგორი სასამართლო გვაქვს დღეს ჩვენ, მაგრამ ამ სასამართლოსაც რაღაცნაირად მოევლება დარწმუნებული ვარ და გვექნება სამართლიანი ქვეყანა. მე წარმატებები მინდა გისურვოთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. თუ კი რამე არის ისეთი რომელიც გამომრჩა ან არ გკითხეთ ან თქვენ გსურთ რომ დაამატოთ ამის საშუალებასაც მოგცემთ რა თქმა უნდა. ერთი რაც არის ის არის რომ ახლა ეს ამბავი თუ გაუვათ რაღაცნაირად რა ჩვენ ვართ ძალიან პატარა ორგანიზაცია რეგიონში თან ჩათვალეთ რომ ეს იქნება დასაწყისი და მე ყველასთან იგივეს გააკეთებენ აი აბსოლუტურად ყველას და მათ შორის კერძო ასე ვთქვათ
კერძო თეატრებში იქნება თუ კერძო გალერეებში, ყველგან შევრენ უბრალოდ მით უმეტეს ახლა ის ცენზურის კანონი ეს რომელიც ამოქმედება უკვე 1 იანვრიდან რაღაც იქ საშინელი მეორე რაც მიიღეს. მე მგონი ამოქმედება 1 დეკემბრიდან. ხო, და ანუ აი დარწმუნებული ვარ რომ თუ ეს გავუვათ, მე ალბათ ის არის და არა, არავის არც შემთხვევაში არ გავუვათ. ეხლა რას ვაკეთებ არის ერთგვარი სოციალური კამპანია დავიწყეთ ჩვენთან ქალაქში, პატარ-პატარა ვიდეოებს ვაკეთებ, ვისაც ისტორიები აქვს ჩვენ სივრცესთან, ან ჩვენთან, ან რაღაცა გვიგზავნიან და ერთგვარ პოზიტივი იმას. იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი უკანა ფონი აქვს ამ ყველაფერს და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მხარს გვიჭერს და უყვარს ჩვენი სივრცე და ჩვენც რა თქმა უნდა, რომ რაღაცნაირ სხვანაირი გარემოტრიალებს და ბევრი ადამიანი ისეთი, რომელიც გვეუბნება, რომ იცით რა, თქვენთან მე ვიპოვე ჩემი თავი, თქვენთან მე ვიპოვე ჩემი პროფესია და ასე შემდეგ. კი, მთავარი ამბავიც ხო ეგ გვაქვს ადამიანებს, რომ ადამიანების საშუალებით ვიპოვოთ ჩვენი თავი იმ მოცემულობებში, იმ სივრცეებში, იმ რაღაცა გამოხატვის საშუალებებში, რომელსაც ვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის. აუცილებლად გვპირდებით, რომ ასე ვთქვათ, მივადევნებთ თქვენს ასე ვთქვათ, მოცემულობას და განვითარებას მოვლენებისას თვალყურს და აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, როგორც ტელევიზია, ასევე პირადად მეც და მოკლედ ჩვენ ერთობით გავიმარჯვებთ და სახელოვნად გავიმარჯვებთ აუცილებლად. წარმატებები, მადლობა. რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ახლა რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, თქვენ არ გადართოთ, დაგველოდეთ. ეთერში ანა ზაკაშვილი შემოგვიერთდა, რომელიც რუბრიკას არჩევს წარმოგვიდგენს და ვნახოთ დღეს რა არჩევებს მივიღებთ ანასგან და მისი საინტერესო სტუმრისგან. ანა, მოგესალმებით დილამშვიდობის. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. ჩვენს ტელემაყურებლებს დღეს მართლაც ძალიან საინტერესო არჩევები უნდა მივცეთ ჩვენს მაყურებლებს. დღეს ვსაუბრობთ ფენშუიზე. მოგეხსენებათ, რომ ფენშუი არის აღმოსავლური ხელოვნება და ძირითადად ჩვენ როგორ მოვაწყოთ ჩვენი სახლი, ჩვენი სამუშაო გარემო. ამ თემებთან დაკავშირებით გვაწვდებს საინტერესო რჩევებს, რაც შემდეგ მე აისახება ხოლმე ჩვენს ჰარმონიულ ცხოვრების წესზე, ემოციურ ბალანსზე და ასე შემდეგ. ეს ხელოვნება მართლა ძალიან პოპულარული არის და საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მე ახლა ჩვენს რესპონდენტთანაც მქონდა ამაზე კულისებში საუბარი და ძალიან საინტერესო ხელოვნება არის. მოკლედ და თან მოგიხსენებათ ახლა რომ 2025 წელი უკვე მალე შემობრძანდება და შესაბამისად ახალი ენერგიებით, ახალი შემარქეთებით უნდა დავიწყოთ წელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ რჩევები ფენშუის სპეციალისტისგან. ქალბატონი ეკა პარაცხელია უნდა შემოგვიერთდეს ახლა სტუდიაში. დილამშვიდობის ქალბატონი. დილამშვიდობის. ჩვენთან ერთად აი ესეთი გველით მოგვიბრძანა სტუდიაში გველის წელი მოდის. მე გველის წელში დაბადებული ადამიანი და ძალიან ვახმობა და განვიხილავთ ასევე აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვითაც როგორი წელი ექნება საქართველოს პირველ რიგში. ქალბატონო ეკა ეს პოლიტიკური პროგნოზი. კი ბატონო, პირველი კითხვა ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ. ახლა მიმდინარე მოვლენების კონტექსტში ყველა ფორიაქებული ვართ, მოლოდინის რეჟიმში ვართ და ასე შემდეგ და საინტერესო იქნება პირველ რიგში პროგნოზი რომ გააკეთოთ ამ თვალსაზრისით. როგორი წელი ექნება საქართველოს და წავა თუ არა ეს პროცესები, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს გამარჯვებისკენ. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. და ზოგადად მინდა გითხრათ რომ პოლიტიკურ პროგნოზებს არ ვაკეთებ, ეს არ არის ჩემი თემა, მაგრამ გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან მოცული ვართ ყველა ამ ამბით და არ შემიძლია მართლა არ თქვა ორი სიტყვით, რას გვეუბნება აღმოსავლური ასტროლოგია, კონკრეტულად წელი, რომელიც შემობრძანდება ამ საერთო მსოფლიო პრობლემებთან დაკავშირებით და რა მოაქვს ამ წელს ზოგადად. მე თქვენი გადაცემის სტუმარი, ტელევიზიის სტუმარი შარშანაც ვიყავი და ზოგადად ყოველ წელს ვარ და მე მაშინ ვთქვი, რომ 2024 წელს შემოდის ახალი მეცხრე პერიოდი. ეს არის ცეცხლის სტიქიის 20 წლიანი პერიოდი, რომელიც გაგრძელდება 2054 წლამდე და ეს არის პერიოდი, რომელსაც მოაქვს ძალიან სწრაფი ცვლილებები. წარმოიდგინეთ, რომ ცეცხლის ენერგიაა სამყაროში 20 წელი დომინანტური და მოაქვს ძალიან სწრაფი ცვლილებები და ეს თემა გრძელდება. ანუ შარშანდელი, აი ეს მიმდინარე წელი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, გახლავთ ხის დრაკონის წელი. როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სახელი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ,
ამ დრაკონსაც ქვია თავისი სახელი. მისი სახელი გახლავთ ცვლილებები. ანუ ის მოვლენები, ახლა მე რეზიუმეს ვაკეთებ, წელს რაც მოხდა ამ ამბებისას, ანუ ეს ცვლილებები როგორც განვითარდა, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება სამყაროში, მოდიან ენერგიები, რომელთაც მოაქვთ გარკვეული რაღაცა ისეთი მასაში, რასაც მასა თუ ამდენი წლების მანძილზე ჩუმად იყო ითმენდა და ესე ვთქვათ, ამაზე არ რეაგირებდა, აი ეს დრაკონი გახლავთ ძალიან ძლიერი ენერგია, რომელიც აუცილებლად მოახდენდა ამ მოვლენებზე რეაგირებას და რომელიც ითხოვს ცვლილებებს, მეგობრებო. არ შეიძლება ცვლილებების გარეშე უბრალოდ რატომ იცით, აი თქვენ ალბათ უყურებთ ხალხი როგორ გაიზარდა, აი ხალხი როგორ ინტელექტუალურად ამახდა, როგორც ალბათ ბევრ ადამიანს მეც რაღაც ნიჰილისტური დამოკიდებულება მქონდა ხოლმე, რომ აუდროდის და ალბათ არაფერზე აღარ ვირეაგირებთ არასოდეს, მაგრამ აი წელს მოვიდა წელი, რომელსაც კი არ ვირეაგირებთ, ისე ვირეაგირებდით და ვრეაგირებთ, როგორც ალბათ არასოდეს ეს ნიჰილისტური განცდა, რომ არაფერი აღარ შეიცვლება, თუმცა ბუნებრივია და იცით რატომ მაშინ 7 წლები იყო. აი მაშინ იყო კურდღელი, იყო ვეფხვი, იყო ვირთხა, იქით იყო ტახი, ეს 7 ნიშნებია, მაგრამ დაიწყო 20 წლიანი პერიოდი დრაკონმა, დრაკონი მოგეხსენებათ, ახლა ცეცხლს რო უშვებს პირიდან და თუ გამოუშვა მტრისას და აი ეს ცეცხლის გამოშვების პერიოდს გავდივართ და ამ წელს ქვია ცვლილებები. ამ წლის ტენდენციები არ მთავრდება 1 იანვარს. ჩვენ 1 იანვარს ხვდებით კალენდარულ ახალ წელს, რომელიც როდის არის სინამდვილეში როდის შემოდის ახალი წელი? სინამდვილეში 2 კალენდარი აქვთ მათაც, მთვარის და მზის. მთვარის კალენდრის მიხედვით 29 იანვარ შემოდის, გველის წელი. დიახ, მე ზებუდობიდან მეორე სავსე მთვარეობაა ესა და 29 იანვარია მთვარის კალენდრის მიხედვით, მაგრამ აი სამყაროში, როდესაც უკვე მზის კალენდრის მიხედვით შეიცვლება ენერგიები, ეს გახლავთ 2025 წლის 3 თებერვალი. ანუ რეალურად 3 თებერვლამდე ჩვენ კიდევ იმყოფებით დრაკონის ენერგიებში. აი 3 თებერვლის მერე შემობრძანდება ეს ნიშანი, რომელიც ახლა მე წარმოვადგინე და ეს გახლავთ გველი. და გველი არსებობს 5-ნაირი ხის გველი, წყლის გველი, ლითონის გველი, ცეცხლის გველი და მიწის გველი. აი ეს გველი, რომელიც 2025 წელს შემობრძანდება, გახლავთ ხის გველი. ეხლა მე ამას რა ახასიათებს ვიტყვი და თქვენ მიხვდებით, როგორი პროგნოზი შეიძლება გქონდეს წელს. მახასიათებლები ამ ნიშნის გახლავთ ძალიან დიდი ოპტიმიზმი, ანუ ის პესიმიზმი, რაც ახლა საზოგადოებაში არსებობს, ჯერ კიდევ ყველაფერი წავა უკან და ადამიანებში გაძლიერდება ოპტიმიზმი. ეს არის წელი, რომელიც ითხოვს თითოეული ჩვენთაგანისგან გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, თუ ამდენი ხანი რაღაცა დროს უთმობდით, ეს არ მუშაობს, ძველი თამაშის მეთოდები, უნდა იყოს ძალიან სწრაფად და სწორად მიღებული გადაწყვეტილებები. ეს არის წელი, რომელსაც მოაქვს იღბალი იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს გუნდურად. ეს არ არის ინდივიდუალურად მომუშავე ადამიანებისთვის წარმატების მომტანი წელი. და რადგანაც მე ვფიქრობ, რომ აი ხალხი გაერთიანდა, რაღაცა ერთ მუშტად შეიკრა და რადგანაც გუნდურად უკვე უმრავლესობაში ხალხი აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე აუცილებლად იღბლიანობა ადამიანებს ხალხის მხარეს უნდა იყოს. გარდა ამისა, მეგობრებო, ეს არის წელი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ინტუიცია შემოდის, აი ადამიანები არ ჭირდებათ რაღაცა ვიღაცის ხელის დაქნება აქეწამ, ინტუიციურად ხვდებიან ადამიანები როგორ უნდა იმოქმედონ და თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს ტენდენციები შემოსულია როგორ ორგანიზებულად, როგორ სწორად თითქოს საჭირო დროს, საჭირო ადგილას იმყოფებიან და ვინ იმყოფება? ხალხი იმყოფება და არა ხელისუფლება, ხო? აქედან გამომდინარე წარმატების პირველი ფორმულა გახლავთ, აი ზუსტად საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნა და ალბათ ჩვენ ვართ ამ საჭირო ადგილას, საჭირო დროს. კიდევ ის რომ ამ წელს ძალიან თავდაჯერებული ნიშანია, ძალიან თავდაჯერებული ნიშანია და არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუ თქვენ მას შეაწუხებთ,
ეხა გველის ფსიქოტიპი ხო? ის არ მოგაქცევთ ყურადღებას, მაგრამ თუ კუძზე ფეხს დააბიჯებთ და თუ მისი სოროდან გამოაგდებთ და ესე ვთქვათ, გადაჭარბებით შეეხებით, მაშინ ის თავიდან არაფერს არ გეტყვით, ჩუმად იქნება, მაგრამ მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა დაგესხათ თავს და შეუძლია მასზე ძალიან დიდი წონის და ზომის არსებაც კი უცებ მოტრიალდეს და გადაყლაპოს. ხო? აი გველი როგორ არის, ხო? აი პირს გააღებს და კურდღელიც კი შეუძლია ყველაზე პატარა ზომის გველს გადაყლაპოს, ხო? აქედან გამომდინარე იმის თქმა მინდა, რომ არაპროგნოზირებადი მოვლენების წელია. ანუ რომელი მხარე როგორ მოიქცევა, აი იმის მიხედვით, აი ეს ახლა რაც მე ვთქვი, ვიღაცა სხვერპლის როლში აღმოჩნდება, ვიღაცა წლის მმართველის როლში აღმოჩნდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გასათვალისწინებელია და კარგი იქნებოდა ჩვენს ხელისუფლებას ცოტა ასტროლოგებისთვისაც ეგდოთ ყური და რაღაცეები გაეთვალისწინებინათ, თუნდაც აი ეს მთავარი ტენდენციები, ვინ იქნება უმრავლესობაში და ვინ იქნება გამარჯვებული. ეს ახლა იცით რა არის, ესე არ არის, რომ ხელის გულზე ყველაფერი მოგვეცემა და ესე მარტივად იქნება. მოგვიწევს ბრძოლა, იმიტომ რომ დრაკონი ხო გეუბნებით, ჯერ კიდევ აქ არის ეს არ გაჩერდება 2025 წლის 3 თებერვლამდე და თქვენ ვერ მიხვდებით როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. აი ამიტომ როცა მეკითხებიან ხოლმე რომ აი ეკა როგორ იქნება და რა იქნება შეგიძლია გითხრა, მე ვამბობ რომ არ არის მარტივი პროგნოზი, არ არის მარტივი პროგნოზირებადი და აი ერთადერთი რისიც მეშინია ეს არის სისწრაფე, რომ აი რაღაცა ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რამაც მერე შეიძლება იმათმა დაიხვიონ ხელზე და შემოუბრუნდეთ ადამიანებს უკან. ეს არის წელი, რომლის პერიოდშიც, აი გველის წელი რომ მოვა, ძალიან ხშირად ადამიანები ვიტყვით, აი ხა რომ მეუბნები, მართალს ამბობ? ანუ მოტყუების ალბათობა ძალიან დიდია. ამიტომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ დადებთ, აუცილებლად კარგად წაიკითხეთ და ის წვრილი შრიფტებით, განსაკუთრებით რაც წერია და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. ზოგადი მიმოხილვა რომ გაგვიკეთოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ ძალიან მოკლედ, მაშინ ზოგად მიმოხილვას 12 ნიშნის ახლა ესე დეტალურად ვერ დავიწყებ, მე მაქვს ჩემი Facebook გვერდი და მაქვს ლაივები და შეგიძლიათ იქ მომისმინოთ. ვისთვის იქნება წელი წარმატებული რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მე ეხლა მოგახსენებთ პროგნოზ დაბადების წლის მიხედვით ხო და არა ზოდიაქოს თვის ნიშნების მიხედვით რადგან წელი შემობრძანდება და აუცილებლად მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ რომ პროგნოზ ნებისმიერი ადამიანის პროგნოზ ქვეყნის პროგნოზ, ზოგადად მოვლენების პროგნოზ ქმნის არა თქვენი ზოდიაქოს თვის ნიშანი მხოლოდ, მაგალითად ხართ თევზი, კურო, ტყუპი, ხო, არა ეს მხოლოდ, არამედ ალბათ 70% ვიტყოდი ქმნის თქვენი დაბადების წლის ნიშანი. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ხვდებით, ხო, წელი შემოდის დრაკონის, წელი შემოდის გველის, წელი არ შემოდის ტყუპების და წელი არ შემოდის კირჩხიბის, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წლის ზოდიაქოს ნიშანს. მოდის წელი, რომელსაც როგორც გითხარით, გვია ხის გველის წელი. და ვინ უყვარს ახლა გველს და ვისთან მეგობრობს. ეს გახლავთ მაიმუნის და ვირთხის წელს, კაბუტონო ანა, დაბადებული ადამიანები, თქვენ მაიმუნი ხო? მარიამ, აბა გველი. თქვენი წელი. გველის ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორ წელი? ხო, აი გველის ზოდიაქოს ნიშნებისთვის კარგი წელია, ოღონდ ერთი ოღონდით რომ არ იჩქაროთ. აი ეს რაღაცა გიყვართ აჩქარება და უცებ ყველაფერი ერთად რომ გინდათ და ყველაფერი ამ წუთას რომ გინდათ, ასე ნუ იქნებით, არ იჩქაროთ, გადადგით ყოველი ნაბიჯი ძალიან დაკვირვებულად და წელი თქვენთვის კარგია. პირველი კარგია იმ კუთხით, რომ მოაქვს ფინანსები და მეორე კარგია იმ კუთხით, რომ შეიძლება რაღაცა ცვლილებები მოხდეს თქვენს კარიერულ ცხოვრებაშიც. აი ეს ცვლილებები თქვენთვის მოაქვს. უყვარს როგორც მოგახსენეთ ვირთხის და მაიმუნის წელს დაბადებული ადამიანები, ეს გახლავთ მისი, ესე ვთქვათ, სამკუთხედს ქმნის, მისი სულიერად
ახლო ადამიანები, ამიტომ მათთვის მოაქვს კარგი და ყოველთვის ჯობია, მარიამ რომ მოდიოდეს არა ის წელი რომ მოწელში ჩვენ დაიბადე, მაგალითად გველის წელი როა და გველის წელი ხართ და გველი მოვიდა. არა, ყოველთვის ჯობია მოვიდეს წელი, რომელსაც თქვენ უყვარხართ, ხო? გველს უყვარს მაიმუნი ძალიან, მისი შეყვარებულია, ამიტომ ჩვენ თუ სახლში მაიმუნის სიმბოლოს, ფიგურას დავახვედრებთ მას ახალი წლის ღამეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე კეთილგანწყობილი იქნება ჩვენ მიმართ, რადგანაც ჩვენ მისი საყვარელი ენერგია დავახვედრეთ მას. შემდეგ, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები? მას ოჯახის წევრებიც ყავს, ანუ ეხლა ოჯახის წევრებისთვის ჩვენ ყველას კარგი გვინდა, შესაბამისად, წელი კარგი ტენდენციების მომტანია, ისეთი ადამიანებისთვის, ვინც დაბადებული არიან ცხენის და თხის წელიწადში. ამ ნიშანს თავისი მეგობრებიც ყავს და ისინი ძალიან უყვარს და მათაც უნდა რომ კარგი მოუტანოს ამ წელს და ეს გახლავთ ბამლის და ხარის წელიწადში დაბადებული ადამიანები, აი მათთვისაც მოაქვს კარგი ვის უქმნის პრობლემებს და ვის ეჯახება, ეს გახლავთ ტახის წელიწადში დაბადებული ადამიანები, არის ნიშანი რომ ნიშნებს საერთოდ ერთმანეთი უყვართ, აი რო გითხრათ მაიმუნი უყვარს, მაგრამ არ უყვარს ტახი. თუმცა ეს შეჯახება არ იქნება ისეთი რაღაცა, ისეთი შეჯახება, რომ აი ხა ტახები გადაირიონ, რა ნეტა რა ხდება და რატო გვეჯახება, ხო? არა, ცოტა ესე ლირიული გადახოვა რომ გავაკეთო, არ უყვართ და თურმე რატომ არ უყვართ იცი რომ ესეთი რაღაცა ლეგენდა არსებობს რომ გველი რადგან არის ძალიან მინიატურული და გამხდარი და ტახი არის ესეთი დიდი და ფუმფულა თურმე ტახს შურს გველის რომ ის ესეთი მინიატურულია და გველი კიდე პირიქით თურმე მას უნდა რომ ისიც ესეთი ფუმფულა იყოს ისიც ესეთი სასურველი იყოს და ასე შემდეგ ანუ არ შეგეშინდათ ტახის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს იმიტომ რომ ეს შეჯახება არ იქნება ისეთი ცუდი დამანგრეველი როგორც იცის ხოლმე სხვა შეჯახების დროს. ხო, რა შეეხებათ ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს მე მინდა უთხრა რომ ამ წელს ვეფხვებისთვის მოაქვს ეგრეთ წოდებული ზიანი რო ვთქვათ და ამიტომ ნუ იჩქარებენ ვეფხვის წელიწადში დაბადებული ადამიანები მე ურჩევ რომ უფრო მათ აქვს ძალიან დიდი ნიჭი და უნარი შემოქმედებითად დაკავდნენ და მიუძღვნან თავის სამუშაოს ამით გადაათამაშებენ ამ ნეგატივს მეტი რაღაცა ახალი პროექტები რაღაცა ახალი იდეები ნუ მოდუნდებით ვეფხვები იმიტომ რომ რაღაცა აი ყველა დაწინაურდა და მე რატომ ვარ ესე რაღაცა ჩემ გვერდით ყველა არა პირიქით და თუ ეს დაინახავს რომ თქვენ ესე ვთქვათ არ ნებდებით საერთოდ მართლა არ უნდა დავნებდეთ ამ წელს არ უნდა დავყაროთ ფარხმალი და ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ წელი არის თავარი რაც არის მოაქვს ოპტიმიზმი მოაქვს ერთიანობა მოაქვს თავისი პრინციპების გატარების ვალდებულება და ამას ითხოვს და ეს იქნება და რა ვიცი ხა იცით რა ესე არ არის რომ შე როგორც გინდა ისეთი წელი დადგება ისეთი წელი არ დადგება როგორც შენ გინდა დადგება შენი ცხოვრების ისეთი წელი როგორც იმ წელს უნდა რომელიც შემობრძანდება ამიტომ ეს წელი ამას ითხოვს ჩვენგან და ჩვენც რა თქმა უნდა ფეხი უნდა ავწყოთ აი თხის წელში დაბადა ჩვენი პროდიუსერი კითხულობს და შეიძლება რომ დავუკმაყოფილოთ ინტერესი თხის წელიწადში დაბადებულებს თქო და ვთქვი მე ცხენის წელიწადში დაბადებულები არიან გველის ოჯახის წევრები და აი თუ ვინმეს კარგი წელი ელოდება ძალიან თხის წელიწადში დაბადებული ადამიანები არიან და ფიქრობ რომ აი ყველას თუ რაღაცა ბევრი შენიშვნები აქვს და ბევრი სიფრთხილე თხები ესე ვთქვათ ამ წელს ძალიან კარგად გრძნობენ თავს ძაღლის წელი კითხულობარია ეხლა ეს წელი რომელსაც ჩვენ ეხლა გავდივართ დრაკონის წელს ცუდად გრძნობენ თავს ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები იმიტომ რომ დრაკონი ეჯახება ძაღლს აი ეხლა ძაღლები არიან ცუდად მაგრამ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან მეგობრებო როგორც კი 3 თებერვალი დადგება 2025 წლის და ძაღლებიც ამოისუნთქავენ და ძაღლები მიხვდებიან რომ მათ ცხოვრებაში რაღაცა მართლა გამონათდა და კარგი ცვლილებები მოიტანა ერთი სიტყვით მომავალ წელს ტენდენციები არ არის ცუდი, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ის, რაც დაიწყო დრაკონმა. და 20 წლის განმავლობაში ალბათ გაგრძელდება. 20 წლიანი პერიოდი ეს, მაგრამ ტენდენციები და მოვლენები
დაიწყო დრაკონმა და გველი გვეუბნება რომ უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ გველის წლის მერე მოდის ისეთი თავისუფლების მოყვარე წელი, რომელსაც ქვია ცხენის წელი. ჩვენ თუ ცხენის წელიწადში არ ცხენის წლამდე არ მოვაგვარებთ ყველაფერს და ჩვენ ისევა ესე ვიქნებით და ჩვენ ხელშია ყველაფერი გეუბნებიან, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია, ხო? ანუ გეუბნებიან და მიიღე ინფორმაცია და თუ შენ არაფერს არ გააკეთებ, რა თქმა უნდა, არაფერი არ იქნება. ფეშუი უპირატესად არის ინტერიერის სამუშაო სივრცეს, საცხოვრებელი სივრცის მოწყობის ხელოვნება, ხო? დიახ. მოდი, მაშინ ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი წელი მოდის, როგორ უნდა მოვაწყოთ ახალ წელს ჩვენი ინტერიერი, სად უნდა განვათავსოთ ნაძვისხე წელს? კი ბატონო, მოგახსენებთ და მე ვთხოვ რეჟისორს ჩართოს კადრი, რომ შევხედოთ და მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო იყოს, სად უნდა დადგათ ნაძვისხე. მეგობრებო, აი ახლა თქვენ ხედავთ კომპასს და ეს ჩათვალეთ, რომ არის თქვენი სახლის სექტორები. ოღონდ ნაძვისხეს ვდგამთ, ანა, ჩვენ ეხლა მიმდინარე თვის ენერგიების გათვალისწინებით. ანუ ისევე როგორც ყოველ წელს იცვლება ენერგიები, ყოველ თვე ჩვენ სახლში იცვლებიან ენერგიები. აი იანვარში უნდა გადავდგათ, შემდეგ სხვა. აი იანვარში მერე უნდა გადავდგათ. 5 ესე ვთქვათ იანვრამდე, მე ხა თქვენ მოგაწოდებთ, რადგან ეხლა ითქმება ნაძვისხე ან ბევრმა უკვე დადგა, მოგაწოდებთ აი ამ ინფორმაციას, სად უნდა დავდგათ ნაძვისხე და სად უნდა ჩავთოთ სიმციმები. ნაძვისხე მეგობრებო, ყველგან შეგიძლიათ დადგათ. ნაძვისხის დადგმის პრობლემა ჩვენ ფენშუი სპეციალისტებს არ გვაქვს. და ეხლა სანამ გადავიდოდი, არ დამავიწყდეს დარჩენილ კარგ თარიღებს მოგახსენებთ, როდის თუ ვინმეს არ გაქვთ დადგმული, როდის უნდა დადგათ. ეს გახლავთ 22 დღეს არის, ხო? 22 მე მგონი დღეს 22-ია, 22 დღევანდელი დღე, 26, 27, 28 და 30 დეკემბერი. სხვა დღეებში, ნაძვისხის გარდა დარჩენილ დღეებში, ნაძვისხის დადგმა არ შეიძლება. ანუ ხედავთ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როდის დადგამთ ნაძვისხე და რატომ. ანუ, როგორც გითხარით, ნაძვისხის დადგმა ყველა სექტორში შეიძლება. ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, დამატებით 4 მხარეს. მაგრამ არის ერთი რამ გასათვალისწინებელი, რომ ციმციმების ჩართვა არ შეიძლება გარკვეულ ადგილას, ნაძვისხე რომ დგას, აი ნაძვისხეს არ შეიძლება გაუკეთოთ ციმციმები. ანუ ზედ არ გავაკეთოთ. ხო, ანუ ნაძვისხე არ მოვთოთ ციმციმებით. მოვთოთ სათამაშოებით, მოვთოთ თასმებით, მოვთოთ ტკბილეულობით, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ციმციმების ჩართვა არ შეიძლება და მე ხა თქვენ განახებთ ამას როგორ და რანაირად, ხო? წითელ ფერში გამოსახულია, მეგობრებო, ჩვენი სახლის ის სექტორები, სადაც არ შეიძლება ციმციმების ჩართვა. ნაძვისხე დადგით, მაგრამ ციმციმები არ ჩართოთ. რატომ? იმიტომ, რომ ამ სექტორში იმდენად ცუდი ენერგიები იყრიან თავს, რომელზეც ახლა მე არ გავიშლები, რომ თუ თქვენ ამ სექტორში აანთებთ ციმციმებს, მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენ მთელი 2025 წელი გექნებათ ისეთი პრობლემების წელი, რომელზეც წარმოდგენა ეხლა არ გაქვთ. ანუ ეს როგორ იხსნება ლოგიკურად ყველთან არის კავშირში თუ რასთან ეს მიმდინარე თვის ენერგიების ვარსკვლავებთან არის კავშირში, რომელსაც მფრინავი ვარსკვლავების სისტემა ქვია. მე ხა არ ჩაგიგდეთ წეღან ეს სურათი მინდოდა რომ იქ მენახა როგორ ითვლება, მაგრამ ამის დრო ალბათ არ გვაქვს. მოკლედ დამიჯერეთ და მომყევით, რომ აი ამ სექტორებში ციმციმების ჩართვა არ შეიძლება. სად დავდგათ ნაძვისხე და მოვთოთ ციმციმებით ისე რომ ეს ჩვენთვის იყოს ძალიან იღბლიანი და მოგვიტანოს ბევრი კარგი მოვლენები და სასიამოვნო სიურპრიზები მომავალ წელს. ეს გახლავთ ჩრდილოეთი, ძალიან კარგი სექტორია. დადგით ნაძვისხე და ჩართეთ ციმციმები. ეს გახლავთ სამხრეთი, ძალიან კარგი სექტორია, აქაც შეგიძლიათ ჩართოთ ციმციმები და სამხრეთ დასავლეთი იდეალურია და ერთი სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი შეგიძლიათ იანვრის ბოლომდე გქონდეთ ციმციმები, მაგრამ სამხრეთით უბრალოდ 5 იანვარს ციმციმები უნდა გამორთოთ. მანამდე 5 იანვრამდე ესეც შესანიშნავია, უბრალოდ მერე 5 იანვრიდან აქ ცუდი ენერგიები მოფრინდებია და ჩვენ ციმციმებს არ ჩავთავთ, იმიტომ რომ აქტივაცია არ გვიდა. რატომ ვამბობ ციმციმებს? ციმციმები გახლავთ ერთგვარი აქტივატორი. ანუ ისინი ინთებიან, ქრებიან, ციმციმებენ, ხო?
თუ თქვენ კარგ ზონაში აქტივაციას გააკეთებთ ასეთი კუთხით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კარგ მოვლენებს განავითარებთ თქვენ სახლებში, თქვენ ოჯახის წევრების ცხოვრებაში. თუ თქვენ დაუნებურად რაღაცა აი ასეთ ჩართვას გააკეთებთ, მაგალითად დასავლეთით წელს ძალიან ცუდი ყვითელი ხუთიანის ენერგია გვაქვს მთელი წლის განმავლობაში და თქვენ თუ ახლა აქ ციმციმებით მორთავთ ნაძვის ხეს და ჩართავთ, თქვენ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არასასიამოვნო მოვლენებს განავითარებთ. ახლა ვიღაცას ჯერა ეს, ვიღაცას არ ჯერა, ვიღაცას ესმის, ვიღაცას არა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ახალ წელს ვისაც არ ჯერა ეს უფრო მეტად მაკითხავს ხოლმე და მეკითხება, რომ სად ჩართოთ ციმციმები, იმიტომ რომ როცა არ დამიჯერეს ამბობენ რომ მიხდნენ რომ რაღაცა არასასიამოვნო მოხდა. და სახლში როგორ უნდა განსაზღვროთ აი ეს აღმოსავლეთ და ანუ სახლში როგორ ძალიან მარტივად ახლა შეიძლება სმარტფონებში ყოველს კომპასი არ ქონდეს შემოტვირთული და ლოპანი არ ქონდეს, მაგრამ აი ძალიან მარტივად საიდან ამოდის მზე? იცით რომ მზე ამოდის აღმოსავლეთიდან, ხო? დაუშვათ ეს არის თქვენი აღმოსავლეთი. სად ჩადის მზე? დასავლეთით, ხო? დასავლეთი. ახლა სად არის ჩრდილოეთი? აი თქვენ თუ ესე დადგებით ზურგით აღმოსავლეთით და გაშლით მარჯვენა ხელს, მაშინ ეს იქნება თქვენი ჩრდილოეთი სახლის და შესაბამისად იქით ამ მხარეს იქნება სამხრეთი. ეხლა აი ამ სივრცეში მე თუ ვიცი რომ ეს აღმოსავლეთია, ეს დასავლეთია, ეს ჩრდილოეთია და ეს სამხრეთია, მაშინ შესაბამისად ეს ოთხი კუთხე იქნება ჩრდილო აღმოსავლეთი, ჩრდილო დასავლეთი, სამხრეთ აღმოსავლეთი და სამხრეთ დასავლეთი. მაგრამ დღეს ეს პრობლემა არ არის ტელეფონის კომპასებითაც შეგვიძლია ოღონდ განსაზღვროთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელზე გვეკეთოს რაღაცა ისეთი ნივთები, რაც ესე ვთქვათ მაგნიტურ ველს შეცვლის და ჩვენებას არასწორს. აი ახლა მინდა რომ ფერებზე გკითხოთ, იმიტომ რომ ესეც მინდა რომ მოვასწროთ, რა ფერებით უნდა მოვხდათ თუნდაც ახალწლს სუფრან, გარემო, სადაც ხვდებით ახალწლს. წლის ძირითადი ფერი გახლავთ მწვანე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ხის სტიქიის გველი შემოდის. ძირითადი ფერი გახლავთ მწვანე, ამიტომ კარგი იქნება თუ ახალი წლის ღამე შევიმოსებით ამ ფერში. მწვანე, ფირუზის ფერი, სალათის ფერი, ოქროს ფერი ძალიან კარგი ფერებია. და ამ ფერებში შევიმოსებით წითელიც, რა თქმა უნდა, და ახლა თქვენმა რეჟისორმა განახათ მეგობრებო, მიმდინარე თვის, ანუ 5 იანვრამდე თილისმა გვაქვს, ყველა თვეს აქვს თავისი თილისმა, გარდა იმისა, რომ გითხარით, რომ აი ნაძვის ხე ესე დადგითქო, აი ეს თილისმა თუ შეგიძლიათ ღამურა გახლავთ, ეს რომელიც ორ ატმის ყავილზე ზის, ეს არის თილისმა, რომელსაც აღმოსავლეთში ეძახიან ბედნიერებას, რომელიც ჩამოვიდა ზეციდან. აი თუ შეგიძლიათ სკრინი გააკეთეთ, ტელეფონების, სმარტფონებზე ფონად 5 იანვრამდე გააკეთეთ, ან უბრალოდ სურათად ამობეჭდეთ და სახლში დაკიდეთ ნებისმიერ ადგილას, სადაც იმყოფებით, ეს იქნება მისაღები ოთახი თუ შემოსასვლელი კარი ან თქვენი საძინებელი, იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობს, მას მოაქვს ფინანსები, მას მოაქვს ეციური იღბალი, კეთილგანწყობა ენერგიების და თვეების მიხედვით ყოველ თვე გვაქვს თავისი სიმბოლო და მე აი ხა წარმოგიდგინეთ ეს. და აუცილებლად მინდა ერთი ნაძვის ხესთან დაკავშირებით მაყურებელს უთხრათ, დაუშვათ და რა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვერც ჩრდილოეთით, ვერც სამხრეთით და ვერც სამხრეთ დასავლეთით ვერ დგამთ ნაძვის ხეს, იმიტომ რომ ამ ადგილას ინტერიერი არ გვიწყობს ხელს რაღაცა დგას, ხო? მაშინ მე გირჩევთ, ნაძვის ხე მაგალითად დადგი დასავლეთით, სადაც არ შეიძლება ციმციმების ჩართვა, მაგრამ სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით თუ ჩრდილო-დასავლეთით, იქ დაკიდეთ ციმციმები და გაანათეთ ის მხარე, მაგრამ არ გაანათოთ ნაძვის ხე. რაც შეეხება სუფრის გაშლის ტრადიციას წელს, აქაც რა თქმა უნდა, კარგი იქნება სერვირება მაგიდის გადასაფარებელი თუ ასევე სალათისფერ, მწვანე, ჭაობისფერ, ზურმუხტისფერ ფერებში იქნება, ოქროს ფერფერებში იქნება, იმიტომ რომ გველი არის არსება, რომელსაც უყვარს ბრჭყვიალა, სიმდიდრე, ფუფუნება და ამიტომ რაც უფრო გემოვნებით და დახვეწილად გავშლით მაგიდას და მეტი სიმდიდრის ელემენტი იქნება შეტანილი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. რაღაც აუცილებელი კერძი თუ ასე შემდეგ თუ არის. დიახ, აუცილებელი კერძი ახლა გაიცინებს ბევრი, მაგრამ მოგახსენებთ რა არ შეიძლება წელს მაგიდაზე. და ნუ მოკლედ მაგიდის გადასაფარებელი ამ ფერებში, სერვირებაც ამ
ზამფერში აუცილებლად ხილი უნდა იყოს მაგიდაზე და ტროპიკული ხილი მათ შორის და თუ გყავთ ოჯახში ადამიანი, ვისაც გინდათ რომ წელს რაღაცა ქორწინებაში სიახლეები კონდეს ან პირადი რომანტიკული პარტნიორი გაუჩნდეს, მაშინ წყვილი რაოდენობით უნდა იყოს ყველა ხილი. ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ რიტუალია ესეთი ორი წყვილი ბეჭედი უნდა აიღოთ და წითელი თასმით უნდა გაკვანძოთ, ოღონდ კვანძით წყვილი უნდა იყოს და უნდა ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე მათ ვისაც გსურთ რომანტიკული ურთიერთობები 20-25 წელს. ფულისთვის გვაქვს ესეთი რიტუალი, რომ ყველა თეფშის ქვეშ აუცილებლად უნდა დადოთ მონეტა, ოღონდ მონეტა მანამდე მარილიანი წყლით კარგად გარაცხეთ. თეფშის ქვეშ უნდა დადოთ მონეტა, ჯიბეც არიელი არ უნდა გქონდეთ და აუცილებლად ჯიბეში უნდა გქონდეთ ქაღალდის კუპიურაც, რომელზეც უნდა უსასრულობის ნიშანი გამოსახოთ, რვიანი, ხო, იცით როგორი წერება, ხო, ჰორიზონტალურად წაგრძელებული ესეთი რვიანი უნდა გამოსახოთ და ახალ წელს ეს ფული ჯიბეში უნდა გქონდეთ და მერე უკვე თქვენს საფულეში უნდა გადაიტანოთ. მონეტა, რომელიც თეფშის ქვეშ გქონდათ, ისიც თქვენს საფულეში უნდა გადავიდეს და კიდევ ერთი მონეტა გჭირდება, რომელსაც კარგად გავრეცხავთ, ჩავაგდებთ პირველ ბოკალში შამპანურის, რომელსაც შევსვამთ და მერე იმ მონეტას ამოვიღებთ და იმასაც საფულეში ჩავდებთ. ანუ ვინახავთ ორი რკინის ლითონის მონეტა და ერთი ქაღალდის კუპიურა, რომელსაც რა თქმა უნდა არ დავხარჯავთ და ის მოთავსებული იქნება ჩვენი საფულის ისეთ განყოფილებაში, რომელიც სხვა ფულს არ შეერება. რა უყვარს გველს? რა უყვარს და უყვარს აუცილებლად რძე, რომელიც მაგიდაზე უნდა დავდგათ და კიდევ უნდა მიუწყოთ მარწყვები, თუ ამის საშუალება არის. მაგიდაზე რაც შეიძლება მეტი სიმწვანე, სალათის ფურცლები, ბრინჯი აუცილებლად, ნუ ბრინჯი მათი ტრადიციული ესე ვთქვათ საკვებია და ისინი ამას აიგივებენ როგორც ფულთან, ბარაქასთან და სიმდიდრესთან და აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ ის რომ სასმელებიდან არ შეიძლება მაგალითად ძლიერ მძაფრი სპირტიანი არაყი და ესეთი სასმელები, უფრო მეტი უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ სპირტიანებს, ღვინოს, შამპანურს და ასე შემდეგ. კერძებიდან ყველაფერი შეიძლება, ხორცეული, თევზეული, სალათები და ასე შემდეგ, მაგრამ ახალი წლის ღამეს სუფრაზე არ შეიძლება ღორის, ხორცის და გოჭის დადება. ანუ იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა იტყვის რომ თუ გველსო ღორი არ უყვარს რატო არ შეიძლება რომ დავკლათო ხო თუ დაკლუს დავახვედრებ თუ ალბათ ეს მე ვამბობ რომ არ დადგათ სუფრაზე არ დადოთ ღორის ხორცი და გოჭი არ დადოთ ახალი წლის ღამეს იმიტომ რომ შეჯახებაში მოდის გველი ტახთან და ეხლა ალბათ ვიღაცა მკითხავს რომ ხო არ უყვარს და დაკლუს დავახვედრებ რა მოხდა რატო არ ვჭამოთ ხო ლოგიკურია, მაგრამ არა მეგობრებო, არ შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი შემოდის თქვენ სახლში და უნდა რომ ბედნიერება შემოგიტანოს, იქ რაღაცა ისეთიც რომ დაახვედროთ მისი ტერიც კი მოკლული, ის მოკლულია მაინც და თქვენ ადგილს იკავებთ, ცუდი ენერგიისთვის ადგილს იკავებთ, როცა მას უნდოდა რომ აი იმ ადგილას კარგი რაღაცა მოეტანა და დაედო, ხო? ამიტომ მოდი 31-ში ღამე ამას ნუ გავაკეთებთ, მაინც რადგან ახალი წელია და მე კი პირველში მივირთვათ. ძალიან კარგი რიტუალია ასევე ახალი წლის ღამესაც მე დღე პირველში, 2-ში, 3-ში, 4-ში, 5-მდე გაქვთ რომ თუ დააპურებთ ფრინველებს, ჩიტებს თუ დააპურებთ, თუ მაგალითად უპატრონო ცხოველებსაც დავაპურებთ, იმიტომ რომ შეიძლება რომ მოვთხოვოთ ასე ვთქვათ, შემოგიტანოს სახლში თუ აქვს აი მეკლეს რაც შეეხება, აი მეკლე რომ შემობრძანდება, ის რძეთქო რომელიც გითხარით რომ მაგიდაზე უნდა იყოს თქო და აი ეს მარწყვიც ის ბრინჯიც და ის ხილიც რომელიც მაგიდაზე უნდა გეტყვით, უნდა შემოიტანოს მეკლე. ეს ყველაფერი მეკლეს შემოაქვს. ეს ყველაფერი მეკლეს შემოაქვს ზუსტად 12 საათს და მერე ვაწყობთ მაგიდაზე. ცოტა სახალისო და სასაცილოც არის ესეთი რიტუალი არსებობს, ნუ ჩემი მოგონილი არ არის, მაგრამ ალბათ სახალისო არის და მე როგორც გითხარით ეს წელი არის რომელიც გუნდურად მომუშავე, გუნდურად მყოფ ადამიანებისთვის არის ძალიან კარგი და წარმატებული თქო, სახლში ზუსტად
12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს 12 და მიულოცავთ ერთმანეთს, ოჯახის წევრებმა ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს. სადაც არ უნდა იმყოფებოდ, შეიძლება ქუჩაშიც იყოთ, ხო? ესე ხელი უნდა ჩავკიდონ ადამიანებმა ერთმანეთს. სხვა შორის ახალწელსაც აპირებს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, ვინც თბილისში რჩება, რა თქმა უნდა, რომ ერთად შეხვდნენ ახალწელს პარლამენტთან და ეს გუნდურობა, ესე ვთქვათ, მეც მაგას ვაპირებ, ზუსტად ალბათ, ესე ვთქვათ, მანდად. ერთი მინდა გკითხოთ აი მანიფესტაციასთან და დაკავშირებით და სურვილის ჩაფიქრებასთან დაკავშირებით 31 დეკემბერს 12 საათზე ყველა ვიფიქრებთ ხოლმე სურვილს, ხო? აი რა ტიპის სურვილი უნდა ჩავიფიქროთ, ხო? აი შეზღუდულები ვართ თუ არა ამ ბავშვთა რა უნდა გავაკეთოთ, რომ სურვილი აღსრულდეს. სურვილებთან მიმართებაში შეზღუდულები არ ვართ, ძალიან კარგად მუშაობს სურვილი, რომელსაც დავწერთ ფურცელზე და ზუსტად აი მაშხალების, ფეიერვერკების ხმაურის დროს დავწვავთ და გავუშვებთ, ესე ვთქვათ, აერში. ანუ ცეცხლთან დაკავშირებული სურვილები მუშაობს, დაწვასთან დაკავშირებული სურვილები მუშაობს კარგად. არის სურვილები, რომელიც წყალს უნდა გაატანო, არის სურვილები, რომელიც მიწაში უნდა ჩაფლო. აი წელს არის ისეთი წელი, როდესაც აუცილებლად უნდა სურვილს, რომელსაც ჩაიფიქრებთ, უნდა დაწვათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, სურვილი არ უნდა ფორმულირდეს, სწორად უნდა მოახდინოთ მისი ფორმულირება და არ უნდა ფორმულირდეს მომავალ დროში, მაგალითად, მე მინდა მყავდეს კარგი მანქანა, ან მე შევიძინო მინდა ახალი ბინა, ხო? არა, ესე არა. მე შევიძინე ავტომანქანა, მე შევიძინე ახალი სახლი. მე მყავს ადამიანი, რომელიც ხელისგულზე მატარებს და უყვარვარ დაუშვეთ თუ რომანტიკული პარტნიორი სჭირდება. დაკავშირებითაც გკითხავთ, იმიტომ რომ ცოტა დრო დაგვრჩა, რა უნდა ვაჩუქოთ, რისი ჩუქება არ შეიძლება ამასთან დაკავშირებითაც თუ არსებობს რეკომენდაცია. კარგი შეკითხვა, საჩუქრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ აჩუქოთ ადამიანებს ისეთი ნივთები, რომლებსაც ისინი პრაქტიკულად გამოიყენებენ. ძალიან კარგი საჩუქარია ძვირფასეულობა, ოქრო, თვლები და ასე შემდეგ, ძვირფასი სამკაულები, იმიტომ რომ გველი მოგეხსენებათ ალბათ ხა ზღაპრებიდანაც გახსოვთ, სადაც ყველაზე დიდი განძი იმალება იქ გველი ზის და იმას იცავს და ამიტომ თქვენ თუ ერთმანეთს აი ესე ძვირფას საჩუქარს გაუკეთებთ, ნუ მამაკაცები ალბათ ქალბატონებს, ეს ძალიან კარგი იქნება და ნუ ოჯახში თუ შეიძენთ ისეთ ტექნიკას, რომელიც თქვენთვის იქნება პრაქტიკული. არავითარ შემთხვევაში მოდით ახლა და ესეც ვთქვათ, ეს არ არის სახუმარო და არ არის ასეცილო, რომ რადგან გველის წელი მოდის, ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ მე ხა მივალ და მივიტან სათამაშო გველს. ხო, აი სათამაშო გველები როა და ვითომ ამით რაღაცა გველი სიმბოლო შევიტან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაკეთება, ამისი ეს იქნება სათამაშო გველზეა საუბარი და არა ესე ძვირფას ნივთზე, რომელიც ახლა თქვენა გიდგათ, იმიტომ რომ ეს ცუდი იქნება მისთვის, ვისაც მოაქვს ეს და მისთვისაც, ვისაც მიუტან თქვენ ამას. და რატომ? პირველი რეაქცია ადამიანებს მის დანახვაზე აქვთ შიში და ემოციური რაღაცა წამოკივლება იქნება თუ შეიძლება ვიღაცას გულიც გაუსკდეს ისე ეშინიათ ეს რეაქცია, რასაც თქვენ ამის ჩუქებით ადამიანი გამოავლენს თქვენთან, ეს რეაქცია იქნება დამაზიანებელი, როგორც თქვენთვის, ასევე მისთვის. ამიტომ ნუ ვაჩუქებთ ისეთ რაღაც საშიშნით გველის სიმბოლოსთან დაკავშირებით, რითიც შეიძლება თქვენ ადამიანები ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, ასეთ საინტერესო ჩვენთვის მე ალბათ გადავახვალ ამ გადაცემას და ვუყურებთ, იმიტომ რომ ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია და ჩამოვწერთ ალბათ იმ რიტუალებს, რაც შემდეგ ჩვენს წელს უფრო და უფრო განსაკუთრებულს და ნაყოფიერს გახდის, ხო? როგორც ფინანსების თვალსაზრისით, ასევე სიყვარულის და იღბლის. კი, ბევრი რიტუალები გვაქვს ფინანსებთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით და მე ჩემ Facebook გვერდზე ვაკეთებ ხოლმე ლაივს, შეგვიძლიათ მადლობა. ჩვენ სხვა ეთერებში მადლობა ანა. საინტერესო ინფორმაცია გაგიზიარეთ. წარმატებებს გისურვებთ. მე მგონი ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მიიღო ჩვენმა მაყურებელმა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა, უნდა დაგემშვიდობოთ. მომავალ შაბათამდე სასიამოვნო და სასიხარულო დღეს გისურვებთ. ნებას მომცეთ ბაჩო, დავემშვიდობებ სულ რაღაც ნახევარი საათით ჩვენს ტელემაყურებელს, იმიტომ რომ ანა ქურთუბაძესთან და ნიკოლომიძესთან ერთად უნდა შემოვუერთდე. ძალიან მალე შუადღე ლაივში კი ბატონო. დროებით ამიტომ. ნახვამდის.